ადღებში. მოგესალმებით ყველას. როგორ ხართ? გადასარევ განწყობა. გადნათოვი. გამოვიდა. ანუ ფეხით მოდით თუ მოცურეთ? ფეხით მოვედი. მორბოდი კი, არა, თოვლი კი იწყებს დენელად ნობას, მაგრამ ცოტა გაყვანულია უკვე და მარტივია სიარული. კარგია. მე მართლა მორბოდი ახლა. საინტერესო. ძალიან ბევრი სასიხარულო ამბავთან ერთად ანონსიც უნდა აუცილებლად ჩვენს მაყურებელს იმისთვის რომ გაერკვეს თუ რა ელოდება მომდევნო წუთებში. დაუწევთ მიზეზი რატომ უნდა დარჩა. თუმცა მანამდე, ხო, რა თქმა უნდა, Excel-ში მოგძებნეთ და გამოვყევით დაგვალა იქეთ და ასე შემდეგ. და ისიც უნდა ვთქვა, რომ კარგი ამბებია ასე თუ ისე მაინც გურიიდან და იმერეთიდან, იმიტომ რომ როგორც სახელმწიფო ასე მოხალისეების მთელი არმია ჩართულია პროცესებში და ისინი დაუღალავად დედაღამეს შრომობენ. რა ყოჩაღები არიან დრონით აწვდიან. ჩვენი თანამშრომელი სხვადასხვა გიორგი წერალძეც მონაწილეობს ამ ყველაფერში აქტიურად სხვა ბათუმელებთან ერთად და ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარნენ, რისთვისაც დიდ მადლობას ვეტყვით. ნამდვილად გიერთები პატა. რომ მას აქვს ასეთი მოქალაქეობრივი შეგრძნება, პრინციპში ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღნიშნოთ უბრალოდ და მიხარია, რომ ჩვენი არხის წარმომადგენელი, ასე ვთქვათ, უშუალოდ ამ შრომაში არის ჩართული. გიორგი, შენთან ვართ. და სხვათა შორის ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ Facebook-ზე აი რატო ვახსენებთ ხოლმე, მნიშვნელოვნად სწრაფად ვრცელდება ხოლმე ამბები და იქ ადამიანებს ვისაც ჭირდება დახმარება ზოგი დაუშვათ დარჩა სახლის გარშე, სამწუხაროდ სახ დაიწოდა რაღაცები, მაგრამ სხვაები არისო, აგროვებენ ტანსაცმელს და სხვადასხვა მნიშვნელოვან ნივთებს, ხო, საკვებიდან დაწყებული რაღაცებს კიდეთ და თუ მიადევნებთ თვალყურს ამ ყველაფერს დაინახავთ რა მისამართზე შეიძლება ეს ყველაფერი მიიტანოთ და რა თქმა უნდა ძალიან ბევრ ადამიანს თქვენს დაეხმაროთ ლამის სახლიდან გაუსვლელად. ასე რომ იაქტიურეთ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა მარტო რაღაც კონკრეტული ჯგუფების არ არის, ეს ქვეყანა ყველასია და ჩვენ თუ ვართ საზოგადოება, ერთმანეთს უნდა ვედგეთ მხარში უბრალოდ. ყველამ თავის საქმე აკეთოს. კი ბატონო, გეთანხმებით. ნახოთ ანონსი და დაგიბრუნდებით რამდენიმე წამში. დღეს გადაცემაში ნახავთ, რა მნიშვნელობა აქვს ძილს და რამდენი საათი უნდა გვეძინოს დღე-ღამის განმავლობაში. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ნევროპათოლოგი შორენა ვაშაძე. რა არის შფოთვა და პანიკური შეტევა, როგორ მართოთ ისინი და დავეხმაროთ ადამიანებს პანიკის ან შფოთვის დროს. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ფსიქიატრი სერგო ცომაია. რუბრიკა აჯაბსანდალით კიდევ ერთი გემრიელი კერძის მომზადებას ვისწავლით. მერინა კაშიძის რუბრიკა მერის წუთი კვლავ დაბრუნდა. ერთად მოვისმინოთ საინტერესო და საჭირო თემები. რუბრიკის სტუმარია იოგის ინსტრუქტორი მაკა თავაძე. დავბრუნდით ესე იგი და უნდა ვისაუბროთ ძილზე და მეცინება, იმიტომ რომ ძილზე რატო? იმიტომ რომ მე მაგალითად დღეს ჩამეძინა. შესანიშნავია. მე რიგით სუდად მეძინა მაგალითად. იმიტომ რომ არ მაქვს მოწესრიგებული ძილი და ეს ძალიან ბევრი წელია უკვე რაც გრძელდება და სულ მესმოდა ხოლმე რომ ეს იყო ძალიან ცუდი, ეს იმოქმედებდა ჩემს ჯანმრთელობაზე, ყოველდღიურობაზე, ენერგიულობაზე, პროდუქტიულობაზე და ანუ ვეწინააღმდეგობოდი ხოლმე ყოველთვის ამ მოსაზრებას. ჯერ ლაპარაკში ხელს არ მისდევ. ეს ახლა ნიჭიერი ვარ და მაგიტო და ყოველთვის ვამბობდი რომ კარგით რა ახალგაზრდა ვარ, რა მოხდა, მოვა დრო და ის ასაკი, როცა ვეღარ შევძლებ მაგალითად გათენებას და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად რომ დავფიქრდი, ყველა ის ადამიანი, რომელიც მეუბნებოდა რომ ძილს თავისი დრო აქვს და ადამიანის ჯანმრთელობაზე უმთავრესი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო არის მართლები აღმოჩნდნენ. ეს ამ სიბერის გადასახედიდან როცა იპურები წარსულში ხო? კი. აი ეს როგორი სიტყვები მახსენდება ამ დროს, იცი? აი ახლანდელი ტვინი მომცა, აი მაშინ, ხო, ეს ცნობილი ფრაზა რო არის. იმიტომ რომ შევატყვე რომ ცოტა ნერვულ სისტემაზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა. ასევე სახის კანზე ხასიათი. აი უმთავრესი. კი, კი. ხო, არა, უმთავრესი არა, ერთ-ერთი უმთავრესი, კი ბატონო. არის და ურთიერთობაზე ხასიათს, რა ვიცი, საქმეზე აბსოლუტურად ყველაფერთან მიშლი და ხელს და რაც არ უნდა ნახეთ, აქ კიდე რამდენიმე ფაქტია გასათვალისწინებელიც რა არის, მე შევა და ვიძინებ ასე უკვე წლების განმავლობაში ყოველდღიურად 4-ზე 5-ზე და ამას თან ვიმართლებ თავს რომ არ მიყვარს ძილი. რეალურად ძალიან მიყვარს ძილი და შემიძლია რომ 5 წუთითაც ახლა მაგალითად გადაცემა რომ რჩება აქ დავждე ასე დავისვენო და 5 წუთი ჩავიძინო და ეს ნიშნავს და შეიძლება ჩემთვის ძალიან ბევრ დროს. აი მაგალითად შეიძლება ვიღაცა მიფიქროს აი ახლა ისე არის გამოძინებული გეგონება 2 საათი ეძინა. ანუ ენერგია გემატება აი მათ. ცოტა ძელი ანონსი რო გქონდა და შევამოწმებდით. შეიძლება, მაგრამ ნახეთ
რომ ვიძინებ 4-ზე 5-ზე შემიძლია ვიძინოთ შუადღის პირველამდე 2-მდე და მგონია რომ გამოვიძინოთ და სულ ამ დროს სულაც არ გამოვიძინე. ეს არ არის ის ძილი, რომელიც ადამიანს უნდა ჰქონდეს. ანუ დილით ადრე მერისაც ვკითხოთ, შენ ხო ბევრ რაღაცას აკეთებ. შენ ახლა ამბობ ხოლმე რომ ერთ რაღაცას ვაკეთებ, ხოლოდ ვიღაცებისგან განსხვავებით, დამდე ვიცით ახლა ამდე რაღაცას აკეთებ. რქება რო არ გავაგზავნო და შენ ფაქტია რომ თეატრშიც ხედავს ადამიანი, რომ შენ ჩანს ხოლმე, ხო? და აქაც ხედავს ადამიანი, კიდე სადღაც ხედავს. მე ხანდახან მწხვენია რომ ანუ მე ვდგები ძალიან ადრე და ეს არის დამსახურება ჩემი მშობლის დედაჩემის აი ესეთი ფრაზა მახსოვს ბავშვობიდან რომ ადრე ამდგარ საკურდღელსა ვერ დაეწევა მწევარიო დედაჩემს 8 საათზე უკვე ყველა საქმე გაკეთებული ქონდა და შემართებით იყო როგორც მშობელი რომ შვილები წავეყვანეთ სკოლაში ან წრეებზე და ეს ალბათ გადამდებია მშობლისგან წვებოდით ადრე ვიღვიძებდით ადრე და ეს ისე გამომიმუშავდა რომ ჩემთვის ეხა შუადღის პირველ საათზე გაღვიძება, აი როგორი ცუდი განცდა იცი, ერთი-ორჯერ ვცადე, გაბრუებული დავდივარ. არ ვარ აი მოტივირებული, რაღაც აი მე მიყვარს მზე, აი ეს სხივები, აი ეს სინათლე, დღის პერიოდი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ღამეც მიყვარს, ეხა ღამის ადამიანიც ვარ, მაგრამ ის რო აი ამბობენ რომ მხოლოდ ღამე ვარ, ისა რა ქვია, უფრო ენერგიული არა. ხო, ბუ არ ვარ. მეცა როგორ ეძახიან? თვარეული ხო ვარ. თვარეული არ ვარ. რაღაც ჩიტია, რომელიც დილას ადრე იღვიძებს. ტოროლა ვარ. ჩვენ მას შეგვახსენა, რომ ბოლო-ბოლო ყვილად ხო არ მოვედიო და მე ვფიქრობ დროა დაუძახოთ, ხო? რა თქმა უნდა. შორენა ვაშაძე უნდა შემოგვიერთდეს, ნევროპათოლოგი, რომელიც ძალიან სეგმოსავლად მადლობა დახმარებისთვის. აი ასეა ხოლმე სხვათა შორის მაყურებელმაც იცის დარწმუნებული ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, რომ ხშირად არის ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანი ყავს, ვინც შეიძლება არ ჩამდეს დაუშვათ. მაგრამ იმ ადამიანების გარეშე შეიძლება ისეთი სავსე არ იყოს, როგორც ჩამხარ ხოლმე გიდ ეკრანზე, სადაც დაუშვათ ჩვენ სამის გარდა 1000 ადამიანი ერთდროულად ახლა ვინც მუშაობს იმაზე, რომ ჩვენ ახლა ასე ჩანდეთ ეკრანში. და ნებისმიერ სხვა პროფესიაში, სადაც დაუშვათ შენ კი შეიძლება ძალიან მაგარი ქირურგი იყო, მაგრამ მინიმუმ გჭირდება მედდა, რომელიც ამ დროს ან სანიტარი, რომელიც დაალაგებს იმას ასეთში პროცესში აკეთებს, მაგას შპრიცს, ასე ვთქვათ, დანას და ასე შემდეგ. ესე დააფასოთ ადამიანები, ვინც არ ჩანს. ყველაზე მეტად მე მგონი მე მაინტერესებს დილის მნიშვნელობა, იმიტომ რომ არ მაქვს ეს უნარი ჯერ გათავისებული. ქალატონაშორნა ზოგადად რა არის ძილი და რამდენად მნიშვნელოვანია ის ადამიანის ცხოვრებაში და ასევე უარყოფითი მხარები რა აქვს თუ მაგალითად ადამიანს არ ძინავს ის დრო რაც უნდა ეძინოს. ან ზედმეტად მეტი ძინავს, ხო? ნუ ძილის მეცნიერება ეს გასული საუკუნეების 60-იანი წლებიდან ჩამოყალიბდა და მისი მეცნიერული შესწავლა დაიწყო გასული წლების 60-იანი წლებიდან. აღმოჩნდა რომ აი ელექტროენცეფალოგრაფია თქვენიცით თავის ბიოელექტრული აქტივობის შეფასების დროს ნახეს რომ ძილში სხვადასხვა ფაზებია და აბსოლუტურად ის რაც იყო გავრცელებული თქვათ ესეთი მცნება რომ ძილში ტვინი ისვენებს ესე არ არის. ამ აი სომნოგრაფიის მეთოდის შემოღებამ ანუ ჩანაწერის შესწავლის ხელოვნების შემოღებამ საკმაოდ ესე სრულყოფილი გახადა ძილის შესახებ გარკვეული მცნებების თქვათ ათვისება და ცნობები მის შესახებ. აუცილებელი კომპონენტია ჩვენი მოღვაწეობისთვის. ისე როგორც ღვიძლი არის აუცილებელი კომპონენტი, მისი ესე იგი ცხოვრებისეული, ცხოვრების ესეთი წარმოსართავად აუცილებელია ძილი. გააჩნია რამდენი ხანი გძინავს, როგორ გძინავს და თქვენ სწორად ბრძანეთ. ყველა ასაკს გააჩნია თავისი ძილის ხანგრძლივობა. რასაკვირველია, ეს არის ძალიან დიდი ბავშვთა ასაკში, ჩვილობის ასაკში ყველაზე მეტი. მე თანდათან კლებულობს, მაგრამ თქვენ ბრძანეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ ბუნებით აი როგორები ვართ, აი გვინდა ღამისილი, გვინდა ვთქვათ, ჩვენ უფრო შრომის უნარიანები ვართ ღამე თუ ვართ დილით და ასე შემდეგ. ესე იგი, აბსოლუტურად სწორად ბრძანებთ, რომ ძილის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ნორმალური, აი ესეთი ენერგიული, ვთქვათ, ცხოვრება, ხო? უძილობა იწვევს ძალიან ბევრ რამეს, ეს არის უხასიათობა გუნებგანწყობის დაქვეითება, შრომის უნარის დაქვეითება, თქვათ, გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობა და ასე შემდეგ. მაგრამ განსაზღვრელი არის ორი მთავარი კომპონენტი. ეს არის სუფთა უძილობა, ანუ სიმპტომი
რაღაც დაავადების თუ არის აი ორგანული უძილობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხანდახან ეს მოდის ხოლმე, ხშირად არის ხოლმე, რომ პაციენტი ვერ არკვევს ეს დაავადების ფონზე წარმოვიდა ეს უძილობა თუ სიმპტომია. რასაკვირველი არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისაც რაღაც გარკვეული პერიოდის მანძილზე აი გადამულად ძინავს. ახლა წარმოუდგენელია, რომ თქვენ რაღაც გარკვეული პერიოდის მანძილზე არ ქონოდათ მაგათ სიამაღლობელზე სიზმრები ან უძილობა ამასთან დაკავშირებით წარმოუდგენელია ხო? იმიტომ რომ თქვენი კოლეგაა ხო? წარმოუდგენელია ბათუმში დღეს ცხოვრობდეს ვინმე და არ ფიქრობდეს ვთქვათ აი კატასტროფებზე, კატაკლიზმებზე, თოვლი ახსენეთ ხო უამრავი აი ესეთი რაღაც უარყოფითი და ნეგატიური ის რაც ჩვენს გარშემო ხდება, ეს არის პოლიტიკური, არ აქვს მნიშვნელობა როგორი პოლიტიკური ისა გაქვს, ზაობა გაქვს, როგორი პოლიტიკური მრწამსი გაქვს, როგორი ვთქვათ რელიგიური და ეთნიკური წარმომავლობა გაქვს. კატაკლიზმები ბუნებრივი, ხელოვნური, რასაკვირველია იწვევს შფოთვას, რომელიც ჩვენ ძილში აისახება ნამდვილად და ჩვენ ამაზე რეაგირებთ. ხშირად არის ჩვენი ძილის გაკრთობის მიზეზი, სწორედ ეს ყველაფერი ჩვენი შინაგანი შფოთვები, რომელიც აისახება სწორედ უძილობაში ან პირიქით. ძილიანობაში და ცალკე თემაა სიზმარი, რომელსაც არც ერთი გადაცემა არ ეყოფა და არც ორი გადაცემა არ ეყოფა. ეს ცალკე ფენომენია, რომლის აღწერა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ესეთია, აი, საოცარია და მისი ესეთი მეცნიერული შესწავლა გრძელდება დღესაც. საბოლოოდ შეიძლება ასეთ კითხვა რა დავსვათ, ძილი დასვენება იმისთვის, რომ მოემზადოთ მეორე დღისთვის თუ რაღაცა კიდე სხვა რაღაცები ხდება, რახან იმ ტვინის კარდიოგრამაზე რახან ჩანს რაღაც მოქმედებები. დიახ, ანუ ძილი დასვენება პირველ რიგში ძილის დროს ადამიანი თქვენი ტვინი ხო არ ისვენებს, არა? აფასებს, არეგულირებს, ალაგებს იმას, რასაც იღებ ინფორმაციას. ეს არის ენერგიის უშრედი წყარო, რომლის ფონზედაც ჩვენ ვართ ესეთი მეორე დღე საკმაოდ ენერგიულები და საკმაოდ ყოჩაღები, რომ გავაკეთოთ ჩვენი ჩვეული ესეთი ქმედებები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ ახსენეთ რომ ძალიან ბევრი სიმპტომი, ძალიან ბევრი დაავადება არის დაკავშირებული უძილობასთან. აი მაგალითად, თავის ტკივილი, დაძაბულობის თავის ტკივილი სწორედ უძილობასთან არის დაკავშირებული. საკმარისი ადამიანს დააკლდეს ძილის რაღაც გარკვეული ფაზა, ანუ ძილის რაღაც გარკვეული პერიოდი, არიან ადამიანები, რომელსაც ეწყებათ თავის ტკივილი, რომელსაც ეწყებათ ისეთი უხასიათობა ეწყებათ, აი დისკომფორტი, საერთო სისუსტე, ან პირიქით შესაძლებელია იყოს, რომ აი სომნაბულიზმ ან გაძლიერებულმა ძილიანობამ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ბევრი დისკომფორტი მის ცხოვრებაში და ბევრი სომატური დაავადების, რა ვთქვათ, ესეთი წინამორბედიც იყოს. ჩვეულებრივ ამბობენ, რომ ადამიანს უნდა ეძინოს 8 საათის განმავლობაში, თუმცა 6 საათით საკმარისი არისო, იმისთვის რომ ჩვენმა სხეულმა და გონებმა აღადგინოს ისევ ახალი ძალები, ხო? მაგალითად, მე თუ აი დავიძინე გამთენიისას, მაგრამ შეიძლება მეძინა 8 საათი, ხო? ანუ დავიძინე მაგალითად 5-ზე და გავიღვწე 8 საათი შემდეგ. ამით მე ვინაზღაურებ იმ მონაკვეთს, რაც დამაკლდა, თუ დიახ, არიან ხალხი, ესე იგი რომ თავისი სპეციალობიდან გამომდინარე, რომლისთვისაც საკმარისია, ვთქვათ, რაღაც 5-6 საათი და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მელატონინის ფაქტორი. აი, ამის გათვალისწინების გარეშე ძილზე საუბარი არ იქნება უბრიანი, ხო? აი, მელატონინი რასთან არის დაკავშირებული? სიბნელესთან, ძილის ციკლთან, ძილის ცირკადულ ციკლთან. ამიტომ არის ხოლმე, როდესაც ადამიანები მიფრინავენ ზოგადად სხვა კონტინგენტზე და საათობრივი სხვაობა არის, ჩვენი საათი, ხო, შინაგანი ბუნებრივი საათი ჩართულია და ის გვეუბნება, როდის უნდა დავიძინოთ და ასე შემდეგ. მათ აქვს პრობლემები ძილთან დაკავშირებით და აი მელატონინის გამოყოფა ეს არის დაკავშირებული სწორედ აი ამ მასთან დაბნელებასთან, ანუ ძილის რაღაც ღამის საათებთან არის დაკავშირებული. თუ თქვენ გაქვთ ესეთი ბიოლოგიური ციკლი სამსახურიდან გამომდინარე, იმიტომ რომ სამსახურს იწყებთ რაღაც დილის 7 საათზე, თქვენ გაქვთ ეს გამომუშავებული გარკვეული რითმი ჩართული, რომელიცაც არეგულირებთ ესეთ ციკლს. ასევე ძალიან საინტერესოა ჰორმონალური დარღვევა, რა თქმა უნდა, რაც ორგანიზმში მიმდინარეობს, არის თუ არა კავშირში ძილთან? ანუ არ არსებობს დაავადება და განსაკუთრებით აი ფსიქოსომატური დაავადებები, რომელიც ძილთან დაკავშირებული არ არის. ეს არის, ერთ-ერთი პატერნი დეპრესიის, იცით რომ უძილობა, ასევე ყავა, ალკოჰოლი. თავისთავად, ყავა, ალკოჰოლი, ჩემ ბატონო, ესე იგი, ცხარე და აი ესეთი მსუყე საჭმელი, საკვებიც მიღება ძილის საღამო საათებში. ეს არის ისეთი მაპროვოცირებელი იმისა, რომ უძილობა
გქონდეთ და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი მომენტია გასათვალისწინებელი, რომ ზოგისთვის საწოლი არსებობს მხოლოდ ძილისთვის, ზოგისთვის ადილისთვის, თქვა ფილმების საჩვენებლად და ასე შემდეგ. როდესაც აი ეს მომენტები არ იქნება გათვალისწინებული, ყოველთვის მოდის იძულობის მომენტი და ამიტომ ხშირად ვურცევთ ხოლმე ესეთი პაციენტებს, რომლებიც ამ ჩივილებით მოდიან, რომ ერთი და იგივე დროს დაიძინონ, ეცადონ რომ ესე იგი ძილის წინ ისუნ თქვენ სუთქვა ხაერი თუ არის საშუალება გაისერდონ 1 საათის მანძილზე, მიიღონ ცხელი შხაპი და ცივლოგიში დაწვენეს, ძალიან მნიშვნელოვანია. არ მიიღონ ყავა, თუმცა ესეც არის ინდივიდუალურია. ჩვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც ყავის მიღების შემდეგ კარგად გამოიძინებენ ხოლმე. გიხსნით რომ ეს არის ინდივიდუალური, დიდი რაოდენობით ყავა, დიდი რაოდენობით ალკოგოლი, დიდი რაოდენობით ცხიმის შემცვლელი საკვები. და ზომიერება გაბრძოლშორენა საჭირო. დიახ, ხო. რა მაინტერესებს ზეთ საჭირო რო არ იყოს, ანუ რო არ ჭირდებოდეს რაღაც დროზე ადგომა დილას ბავშვებისთვის სამსახურს თუ რაღაც შეიძლება ჩაგვეთავაზო რომ მაღვიძარად ზალადობა თუ ნელ-ნელა რეჟიმში გვაქცევს და ზოგიერთი ადამიანი რო ასწრებს ხოლმე 5 წუთით გაღვიძებას. ეს ჩვენი შინაგანი მაღვიძარაა. ჩვენი ბიოლოგიური ციკლია ჩართული. ჩვენი შინაგანი მაღვიძარა გვაძლევს, შეიძლება არ მომართო, მაგრამ მართავ იმის გამო რომ არ დაგაგვიანდეს პასუხისგებლობა და ასე შემდეგ, მაგრამ შინაგანი მაღვიძარა ჩართულია და ჩვენ ვიღვიძებთ 5 წუთით. საბოლოოდ შეიძლება მოემზადო ამისთვის და არ გამჭირდეს გარეგანი დანადგარი. აი მაგალითად მე წლების განმავლობაში მაღვიძარას არ ვიყენებდი. არასოდეს, აი ბოლო 1 წელია, იმიტომ რომ რაც უფრო ასაკი მემატება, ალბათ მჭირდება უფრო მეტად ფოკუსირება, თორე წლების განმავლობაში გონებას ვაძლევდი ალბათ ინფორმაციას, ზუსტად იმ დროს ვიღვიძებდი, როდესაც ჩემთვის იყო საჭირო, აი მაგალითად დილის 7 საათზე. დიახ, მუშაობს თქვენი შინაგანი მაღვიძარა. და მეორე მომენტიც არის, ასაკის მომატებას, ასაკი ჯერ თქვენ არაფერი გეტყობა ჩემბატონო, ასაკის, მაგრამ პასუხისგებლობის განცდა მოგემატეთ და გაქვთ შიში, შფოთვა, რომ არ დაგაგვიანდეთ. ეს არის პასუხისგებლობა, ეს არის თქვენი მეგობრების, თქვენი კოლეგების, აი პროდიუსერის მიმართ ესე პასუხისგებლობა, რომელიც არ გაძლევთ საშუალებას, რომ 1 წუთი მოდუნდეთ და თქვათ რაღაცა და ამიტომ ამოწმებთ თქვენ თავს ამით, თორემ თქვენი შინაგანი ბიოლოგიური საათი მუშაობს, შინაგანი მაღვიძარა მუშაობს და დარწმუნებული იყავით, რომ ამას ვერანაირად ვერ გადაეჩვევით. იქით ხდება სხვათა შორის, როდესაც აი იმ დროს იღვიძებ, როცა არის საჭირო, მაგალითად არ გინდა სადღაც წასვლა, ძალიან არ გინდა, მაგრამ თვლი რომ საჭიროა, მაგრამ არ გინდა და შენი ორგანიზმი სპეციალურად არ იღვიძებს იმ დროს, როცა არის გაგვიანებინებს, შენ კი ცოტას განიცდი რომ ვაი, თვითონ წავსულიყავი, მაგრამ სინამდვილეში შვების განცდა გაქვს, რომ რა კარგია გამებულა და ხმისპირო თუ რა. და კიდევ მეორე ფაქტორიც არის, მაგალითად აი დასვენების დღე როცა მაქვს და არ მინდა რომ ადრე ავდგე, მაინდა-მაინც იმ დღესაც ადრე მეღვიძებო და ვერ ვისვენებ, ვერ ვირგებ. მაზოხისტურად დილის 8 საათზე გავიღვიძებ, მაგალითად რაც არ მახასიათებს. და 6 საათი მეზინა მხოლოდ ცოტა ზომბი ვითვარ. ქალბატონო, ჩვენ ძილის ფაზები ვახსენეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აი სიღრმისეულად რომ ვისაუბროთ ამ თემაზე. ნუ ესე იგი სულ ეს მეცნიერები გამოყოფენ 4 და უფრო ძირითადად 5 ფაზას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის რემი ფაზა. ამ ციკლებს, ამ ფაზებს აქვს მონაცვლეობა, რამდენიმე წუთის მანძილზე ისინი იცვლებიან და ეს ცირკადობა ახასიათებს. ანუ დღის ღამის მანძილზე, სანამ ჩვენ გვძინავს, აი ამ ფაზებს ჩვენ გავდივართ რამდენჯერმე. მინიმუმ 8, 7, 8, 9, 10 ჯერ. აი რემის ფაზაში ეს არის სიზმრის ფაზა, სადაც აი თვალების კაკლების უნებლიე სწრაფი მოძრაობებია, ტვინი სწრაფად მუშაობს, აი სწორედ თქვენ ახსენეთ ესე იგი სომნოგრაფიის დროს აქ ესეთი საკმაოდ მსხვილი ამპლიტუდები, ანუ თავი ესე იგი აქტიურად მუშაობს, აგრესიულად მუშაობს, ამუშავებს ძალიან ბევრ მასალას და ხშირად არის ხოლმე, როცა გვეღვიძება რემის ფაზასთან ახლოს, ჩვენ გვახსოვს ჩვენი სიზმარი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ხშირად არის ხოლმე რომ ჩვენ არ გვახსოვს სიზმარი და ამბობთ რა ეს სიზმარი არ მინახავს. აი ამ შემთხვევაში რა ხდება? ამ შემთხვევაში ჩვენ არა ვართ გაღვიძებული სწორედ აი ამ ფაზასთან ახლოს და ამიტომ ჩვენ აღარ გვახსოვს ის რაც ვნახეთ. აი მე ვერ ვიმახსოვრე არ იყო ის სიზმარი და ამიტომაც აღარ გვახსოვს. გვახსოვს ხოლმე რა. არა წლების განმავლობაში მე სიზმრებს ვერ ვნახულობდი. იმიტომ რომ არ იღვიძებდით სწორედ ამ რემის არა მასე არ არის კომპლექსი. არ არსებობს თქვენ ხო იცით რომ სიზმარში იქნა ნანახი უფრო სწორად აი
ადასტურებული მენდელევის ტაბულა, თქვათ, აი ესეთი ბენზოლის ფორმულა, სანდეს ჯოჯოხეთი, სიზმარი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან შეუცნობელია ეს სიზმარი. მეცნიერება როგორ ნახულობდი? ანუ არ იყო ის რემის ფაზასთან, თორე როგორ არ ნახულობთ, არ არსებობს ადამიანი, ვინც სიზმარს არ ხედავს, არ ნახულობს, მაგრამ ეს არის, აი მეცნიერები ამბობენ უამრავი თეორია სიზმართან დაკავშირებით. ზოგი ამბობს, რომ ეს არის რაღაც წინასწარ და არსებობს უამრავი შემთხვევა, სადაც ადამიანებმა ნახეს სიზმარში წინასწარ თავის ცხოვრებაში მოვლენილი რაღაც გარკვეული ფაქტები ან ქვეყანაში მიმდინარე ფაქტები, ეს ხო მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ ბოლომდე შესწავლილი არ არის და მისი შესწავლა გრძელდება დღესაც. ეს არის ფენომენი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სხვადასხვა უამრავ მეცნიერ საქმასთან დაკავშირებით პირველი თქვენი ცით ფროიდის ნაშრომი სიზმრის შესახებ იმ საუკუნის დასაწყისში დაიწერა, რომელიც აი ხას უსვამს ქვეცნობიერის მნიშვნელობას ამ სიზმარზე. ის რაც მაგრამ რა უცნაურია ქვეცნობიერში, რაც გვაქვს დალექილი, ეს ერთია, მაგრამ ეს რო ხდება მეორე. ანუ მე ეხა ეგრე კი არ არის, სულ არ ვნახულობდი სიზმრებს, მაგრამ მაქვს ისეთი სიზმრები, რომლებიც მახსოვდება, არის მნიშვნელოვანი და დღესაც მახსოვს და აი ყოფილა ალბათ ყველას გვაქვს რაღაცნაირად დაცდილი გვაქვს, აი თუ დამესიზმრებოდა ადამიანი, მაქსიმუმ 60 დღეში აუცილებლად ვნახავდი. შეიძლება ქალაქშიც არ ცხოვრობდა ის ადამიანი, ცხოვრობდა ქალაქგარეთ. აი რა არის, რა ფენომენია? რაც დამოსებული კარგები ქვეცნობიერში, აი ხა დავილეკო, ანუ წინასწარმეტყველების ფაზაც არის. აი სწორედ ეს არის, აი მის იდუმალება, სიზმრის იდუმალება, სწორედ მისი შესწავლის ერთ-ერთი აი საოცარი, აი სწორედ ამაზე ვამბობდით, ხიბლი არის ეს, რომ რა ვნახავ. მე მყავს პაციენტი, რომელიც თუ სიზმარს ნახულობს ერთი და იგივე სიზმარს, ეს არის მისთვის ძალიან ესეთი მტკივნეული და წლების მანძილზე ის ცდილობდა, რომ აი ამ სიზმრისაგან დაეღწია თავი. ნუ ესეც ცალკე თემა არის, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ. გახსოვთ ფროიდს აქ ერთი სხვადასხვა არაჩვეულებრივი ნაშრომი ფილმიც არის თუ არ ვცდები ამაზე ესეთი სიზმრების აღწერას აწარმოებდა ერთ-ერთი გმირი და კედელზე წერდა ამ სიზმრებს ყოველდღიურად. ეს არის მისი განმარტებით, ეს არის ჩვენი აუხსნელი უცნებების სწრაფები, რისთვის ვის სწრაფით რა გვინდა ფაქტია, რომ ძალიან საინტერესო და იდუმალი რამ არის. ქალბატონო შორინა, იცით რა მაინტერესებს? არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებსაც ძალიან მოწესრიგებული აქვთ ძილის რეჟიმი, თუმცა არ ზინავთ ღრმად. ესმით აბსოლუტურად ყველაფერი ირგვლივ რაც ხდება, ხმებია რაღაცა ნივთების კაკუნი, ადამიანი რაღაც ტელევიზორის ხმა, მაგრამ ვერ ფხიზლდებიან, ვერ გამოდიან. აი ერთ-ერთი შეიძლება თქვა, რომ ვარ მე. აი ასეთ შემთხვევაში რა ხდება? პრობლემა გვაქვს, რატომ არ გვძინავს ღამე? ანუ ფაქტია, რომ გონება არ ისვენებს. დიახ. ანუ თქვენ ხართ ესეთი ძილღვიძილის ფაზაში. არ გძინავთ ცოტაზე მეტია, მაგრამ ძილღვიძილის ფაზაში ხართ, გახანგრძლივებული გაქვთ ეს პერიოდი. ამიტომ თუ ეს გრძელდება და გრძელდება საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, კვირეების, თვეების მანძილზე, გირჩევდით, რომ გაიკეთოთ ესეთი ძილის, ესეთი კვლევა, რაც წეხან ვახსენეთ სომნოგრაფიაზე მაგ ლაპარაკი. აი რატო გაქვთ ეს გახანგრძლივებული, რა ფაზა სჭირდება თქვენსაც დახმარება, ეს იქნება ძალიან არ არსებობს, ხო? ნუ ამბობენ ხოლმე ეს ხშირად მოდიან, რომ არ მძინავს, მაგრამ ძინავს, მაგრამ ეს არის ნელი ძილღვიძილის ფაზა, გახანგრძლივებული, რომელსაც საკმაოდ დიდი ხაზი ჭირავს და ძალიან შემაწუხებელი თუ არის თქვენთვის, არსებობს უამრავი პრეპარატი. საძილე, მე არ დამხმარე. არ ვამბობ რომ ფსიქოტროპულ პრეპარატებს. დიახ, უამრავი პრეპარატი არა ფსიქოტროპული, იმიტომ რომ ეს ფსიქოტროპული ცალკე თემა, თუ თქვათ დაიწყეთ და დიდი ხნის მანძილზე მიიღეთ დამოკიდებული ხდებით, მისი ესეთი მეხოტბი არ გახლავართ, მაგრამ უნდა გქონდეთ ისეთი ბალახეული, რომელიც მოგეხმარებათ, რომ მეორე დღეს იყოთ ისეთივე ენერგიული და ლამაზი ყოველთვის ხართ. როგორც ადრე, რომ ისეთი შეძლოთ თქვენი ბიოენერგეტიკული პოტენციალის აღდგენა. და როდესაც ადამიანი ძილის დროს შფოთავს, მუდმივად ტრიალებს სტრესს, აი განსაკუთრებით ბავშვებს გულისხმობ, აი ბავშვებზე შემინიშავს. რაღაცა ერთ საწოლში ვერ ისვენებენ, ხან პიჟამას აწვალებენ, რაღაცა ტრიალებენ იქით-აქეთ ბალის იქით გადააგდებენ. აი ამ დროს რა ხდება? შეიძლება რომ ისინი ხო ადვილად იცნობენ სამყაროს და პირველად იცნობენ. მათთვის ახალია სამყაროც, ფილმიც და ძალიან დიდი მნიშვნელობა გძილის წინ ნანახ ფილმებს, თუნდაც მულტიპლი
კომუნიკაციორს თუნდაც მხატვრულს მათ ქვეცნობიერში ხო აღწევს ეს ყველაფერი და მისი გადამუშავება ხანდახან ჩვენ ძალიან გვიჭირთ ხოლმე ხო და ახლა მით უმეტეს ბავშვებისთვის ძალიან ისეთია ხო თითოეულ სიტყვას თითოეულ ფრაზას გამოხედოს ბავშვისთვის ძალიან ისეთი ღირებული აქვს და ამიტომ მისი დამუშავება მისი თქვათ გაუნებელყოფა ბავშვისთვისაც ძალიან მძიმეა და ამიტომ არის ეს გამოდის რომ ბრძოლობს ძილის დროს შფოთავს ამიტომ იყო ჩვენი წინაპრები ბებიები ძილის წინ ლოცვას გიკითხავდნენ ეს ხო განწყობაა ხო ესეთი ის არის ხო ძილის დედა ზღაპარი და უამრავი საუკეთესო ზღაპარი და არა ისეთი რომელიც აი ამ შფოთვას მოხსნის რაღაც ესეთი ლამაზ ფერებში დაანახებს ყველაფერს და ამშვიდებს ასევე მნიშვნელოვანია სიზმარს დავუბრუნდები სიზმრის მართვა აი ეს მე შემიძლია და ყველას უყვირს ხოლმე მაგალითად ეს როგორ შეიძლება მოხდეს კარგი სიზმარი რომელიც მინახავს და აღნიშნე რომ ხშირად მომახსოვრდება იმიტომ რომ ძალიან ცოტას ვნახულობ შემდეგ ძილი შემიბრუნებია და სიზმარიც გამიგრძელებია ამ დროს რა ხდება ნუ ეს ციკლი ტრიალებს ისევ გადადიხართ ისევ რემის ფაზაში და იმახსოვრებთ ადვილად გეღვიძებათ სწორედ იმ რემის ფაზას და იმახსოვრებთ იმას იგივე ფაზაში დავბრუნდით კარგი ყველაზე ძალიან რაც ამ საკითხთან დაკავშირებით მაინტერესებს ეს არის მთვარეულობა რა ფენომენია საერთოდ რა არის იმდენად მეუცნაურება ხო და თან ძალიან მაინტერესებს მაგრამ რაღაცნაირად მაინც მეუცნაურება უფრო როგორ ადამიანს შეიძლება უწოდოთ მთვარეული და აი რა იწვევს ამ მდგომარეობას აი მთვარეულობა ეს ცალკე ფენომენია დაავადება ეს არ გახლავთ ესეთი ფიზიოლოგიური მოვლენა მისი დასადასტურებლად სხვა შორის აქ რამდენიმე პაციენტი მყავს ვისაც ეს პრობლემა აქვს დადგენა თუ რა იწვევს ამ ეს არის პოლიეტიოლოგიური დაავადება ზუსტად ეს იწვევს ამას იწვევს ამის თქვათ ეს მტკიცებულება არ არსებობს დადგენა საკმაოდ ესეთია მნიშვნელოვანია და ეს ხშირად ამბობა ხოლმე რომ მთვარეულ ადამიანს არ შეიძლება რომ შეუშალო ხელი რაღაც მოქმედებების თქვათ შესრულებაში და მყავს ერთი პაციენტი ქალბატონი რომელსაც სანამ ექიმთან მივიდოდა ქონდა ესეთი მომენტები და მთელი ოჯახი იყო მობილიზირებული მიყვებოდნენ ღამის საათებში დაყვებოდნენ საწავიდოდა როგორ წავიდოდა და ასე შემდეგ ამ შემთხვევაში ესე იგი მნიშვნელოვანი არის პირველი დიაგნოზის დადგენა და ეს კეთდება აუცილებლად ანამნეზთან ერთად ბიოელექტრული აქტივობის ანუ ელექტროენცეფალოგრაფიისა და სომნოგრაფიის მეთოდის გამოყენებით დასადგენია ხომ არ არის ორგანული პათოლოგიით გამოწვეული ამიტომ გამოსაკვლევია ხომ არ არის თავის ტვინის ორგანული პათოლოგია და ხშირად ყველა გაიდლაინისა და პროტოკოლის მიხედვით უნდა გაკეთდეს თავის ტვინის რადიოლოგიური კვლევა თავის ტვინის MRT პირველ რიგში თუ KT ანუ მაშინ კონტრასტული კვლევა რომ არ იყოს ორგანული პათოლოგიით გამოწვეული ზეწოლის გამო მეორადად გამოწვეული და დიაგნოზის დასმის შემთხვევაში ჭირდება ადეკვატური მკურნალობა ხანგრძლივი ბავშვების შემთხვევაში რა ასაკში ვლინდება ეს თუ არ არის კონკრეტული ესეთი? ნუ ასაკი შეზღუდული არ არის. შეიძლება გამოვლინდეს ბავშვთა ასაკში, შეიძლება გამოვლინდეს ზრდასრულ ასაკში. რამდენიმე შემთხვევა მქონდა, როდესაც აი ზრდასრულ ასაკში გამოვლინდა ეს შემთხვევა. შეიძლება რომ საკუთარ თავს მთვარეულმა რაიმე ისეთი დაუშაოს გააჩნია რა საკეთებს და როგორ აკეთებს თუ ის არის დაკავშირებული თქვათ გადაადგილებასთან ისეთ გადაადგილებას რომელიც საფრთხის შემცვლელია რასაკვირველია შეიძლება სიცოცხლესთან ესეთი შეუთავსებელი იყოს ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ მადლობა თქვენცაცავე აი რომ დაგველაპარაკეთ იმაზე რომ სიზმარს ცალკე გადაცემა უნდა დავუთმოთ და ეს რაღაცნაირად გამოყოთ ამისთვის საკუთრებედო და ამაზე რაღაცნაირად ისე ვისაუბროთ რომ არც ჩაგერთვებით რომ ხელი არ შეგიშალოთ და დრო არ წაგვართვათ და გავიგოთ რაღაცები დეტალურად დიდი მადლობა ჩვენ რამდენიმე წამში დავბრუნდებთ ამ რუბრიკის სათაური ახლა პირდაპირ კავშირშია, როგორ შეგვიძლია თემადან თემაზე გადავხდეთ, მაგალითად, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, რასაც არ უნდა აკეთებდე, კი არა, ქართულ ერთ-ერთ კლიპშიც კი ძალიან
ხმამაღლა ნათქამი რომ გეყოთ ბავშვებო თამაში, ახლა კი დრო საჭმელი ჭამოთ, ნათქამი თემა როგორც ვილაპარაკო, თუმცა ფიქრობ რომ სარამ ხაჭაპურებზე გადავალთ, რაზეც აუცილებლად უნდა შემოგვიერთდება და დაგველაპარაკება, ეს იმათვისაც ჭამა უყურს შეგიძლიათ 20 წუთში მოიმზადოთ ამისთვის, ნუ ვირტუალური კვებისთვის რა თქმა უნდა. მანამდე კი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავზე ვილაპარაკოთ. პრინციპში თემა ძალიან ახლო კავშირშია იმასთან თუ როგორ ვლაპარაკობ მე ახლა ამ მომენტში. შფოთავ თუ არა ხო? ხო, იმიტომ რომ შფოთიან ადამიანებს გადაცემამდე ნუ ნერვიულობ, მე რა გინდა არ აგვიანებ. ნერვიულობაზე არა, მარტო შფოთიან ადამიანებს გვახასიათებს ზოგადად. აჩქარებული ლაპარაკი, ხანდახან იქამდეც კი რომ შეიძლება სიტყვებს ყლაპავდეთ უბრალოდ და ნახევარს გულისხმობდეთ და არა ვამბობდეთ და მე გვიკვირდეს თუ რატომ ვერ გვიკვირდეს მე შფოთვა მახასიათებს სინამდვილეში იმიტომ რომ ნახევარს გულისხმობთ ვიდრე ვლაპარაკობთ შენ შფოთველობა მახასიათებს სუბუქი გამოვლინება ხელს რომ შეგაგა მოკლედ შესაძლებელია თუ არა შფოთვის მართვა არის თუ არა ეს დაავადება ზოგადად და თუ მაგალითად თანდაყოლილი უნარია უბრალოდ რომელიც სწორად უნდა გამოვიყენოთ სწორად უნდა ვისწავლოთ მასთან ურთიერთობა და დაუშვათ ვისაუბრებთ ასევე პანიკურ შეტევებზე რაც არის შფოთვის ასე ვთქვათ უკიდურესი ფორმა როდესაც ის უკვე ადამიანის კონტროლს არ ექვემდებარება და მართლაც უკვე სპეციალისტი გვჭირდება და ამას არნაირი რაღაცა თვით გამოცხადებული ტრენინგები არ დაეხმარება და რა თქმა უნდა ახლა სპეციალისტი ვახსენეთ სტუმარი სპეციალისტი გეყოლება და არა ჩვენი ასე ვთქვათ აქაური ლაპარაკი ისეთი ყავაზე ყავ მხოლოდ მე მაქვს შეშფოთავ პატარა მოკლედ სერგო სომაი არის ჩვენი სტუმარი ფსიქიატრი მოგზავნით თუ შეიძლება და მოგესალმებით ვაიმე გამარჯობა აი ასე როგორ შეიძლება დავშვიდდეთ ასეთ სიტუაციაში როდესაც თითქოს და არსაიდან ან რაღაც მიზეზის გამო უცებ ხელავ ხო აი ეს შეკითხვა დავშვიდით თუ შეიძლება რატო განერვიულებს ხოლმე პირიქით შეუძლებელია როცა გაქვს მიზეზი შფოთვის და გაქვს განწყობა და გაქვს სიტუაცია ეს ვიღაცამ გითხრას რომ ხა დამშვიდი ეს არ არის რაღაცა ელექტროენერგია გამოწვევი და всё ყველაფერი კარგად ფილმებში ყოველთვის ხდება ასე რომ დამშვიდი ფილმები კარგი რაღაცა არის კი ფილმი ყველას უყვარს რა თქმა უნდა და წეგან კარგად იყო დაწყებული გავაგზავნები კვებით საკითხებზე რაც არის ხო მთელი რიგი შფოთვების დროს კიდე პლუს კვებითი დარღვევებიც კიდე შეიძლება რაღაც მომენტში წამოვიდეს თუნდაც მუდმივად გქონდეთ იმის განცდა რომ ყელში აქვს რაღაც გაჩხერილი ან საჭმელი შეჭამეს და ნუ ვერ მოინელეს და მუცლის ან ბევრი ანუ ასეთი შფოთვითი აშლობების მდგომარეობის დროს იმდენად ფართოა სპექტრი ამ დაავადების რაღაც ნიშნების გამოვლენების რამდენადაც დიდია ჩვენი ფანტაზია აჰა ანუ საზღვარი სადაც უკვე სპეციალისტი გჭირდება. საზღვარი არის დასაწყისშივე, როდესაც საკუთარი თავის მართვის უნარს კარგავ რაღაც არა გარემო რაღაც ზე ფაქტორების ზემოქმედებით, არამედ რაღაც შინაგანად გაწყობით, დამოკიდებულებით თუ ასე შემდეგ, უკვე იქ არის საზღვარი, ხო? რაღაც თელი რიგი ნიშნები, რომელიც შეიძლება წამოვიდეს ესეთი შფოთვების დროს, რაც არის თუნდაც ხო იგივე აი მუდმივად შიშები მუდმივად მოუსვენრობა, მუდმივად გუნება განწყობის ისეთი ტიპის ცვალებადობა, რომელსაც ვერ არქმევ მიზეზს, რატო და საიდან დაიწყო. ანუ სიგნალიზაციაა ჩართული და არ იშება. ის ხო, უძილობა, რასაც ძალიან ბევრ დაავადებას ახლავს. ასეთი ერთ-ერთი თავიც არის შფოთვით დეპრესიული აშლობა, როდესაც გუნება განწყობის ისეთი ტიპის დაქვეითებაა, როდესაც ახლოს გას დეპრესიულ მდგომარეობებთან, მაგრამ ეს ის არ არის ჯერ კიდევ, რასაც ესე ვთქვათ ენდოგენური დეპრესიები ქვია, ხო? და ამ შფოთვითი მდგომარეობის დროს აბსოლუტურად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქმედუნარო ვართ მოკლევადიან პერიოდში, ხო? როდესაც მით უმეტეს ის აღწევს პანიკური შეტევების პიკს, სადაც ფაქტიურად ამორტიზირებულია ყველაფერი ჩვენი ფსიქიკური ესეთი მდგომარეობები, რაც აი რაღაც ადეკვატურობაში გამოვლინდება ხო ეს დაწყებული გულის ფრიალიდან დამთავრებული თავის ტკივილი თავბრუსხვევით ძალიან ბევრი სხვადასხვა იპოქონდრიული სახის ჩივილით რომელიც რეალურად არ არის პირდაპირ კავშირში რაიმე ორგანოს დაავადებას ხო იპოქონდრიული ანუ როდესაც მეჩვენება რომ რაღაცა ეძებენ იკვლევენ საკუთარ თავს დადიან სპეციალისტებთან და შემოვლილი აქვს კი აი კუჭის ტკივილი მაგალითად ალბანის მიხედვით აქვს ფაქტურად შემოვლილი სპეციალისტები და იმ ალბანში კიდე ცალკე კიდე გვარები და გვარებში ხო მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება არის ის მსმენია მე ისტორია რომ აი ესე რომ ისულა იქიმთან უთქვამს რომ არაო ესო კუჭის ბრალიაო და ამ დროს კურნალობენ შედეგი არ არის და აშკარად ფსიქოლოგი კუჭის ნევროზი მაქვს და ის არა ქვია გულის ნევროზი ეს შფოთვითი მდგომარეობა არის უბრალოდ სადაც არის ორგანიზმში რომელი ორგანოც არის სუსტი იქ მიდის პირველ რიგში ამ ტიპის ჩივილების გამოვლინება ხო თუმცა
ამ დაავადების, ასე ვთქვათ, ეტიოპატოგენეზში შეიძლება გამოიყოს გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი, რაც არის, თუნდაც ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიები, ჰიპერთირეოზი, ჰიპოთირეოზი და ასე შემდეგ, ნუ რაღაც თელი რაღაც კიდე ჰორმონალური ცვლილებები, როგორც ქალბატონებში, ასევე მამაკაცებში. ხო, იქ კიდე შეიძლება ქალბატონებში სხვა ტიპის კიდე ჰორმონალური ცვლილებები იყოს და ნუ კაცებში კიდე რა თქმა უნდა ანუ ამიტომაც ახლა დიაგნოზის დასმისას ყველა თანამშრომლობს ექიმები ერთმანეთთან. აუცილებელია დიაგნოზის დასმისას შევხედოთ საკითხს არა მარტო როგორც ფსიქოლოგიური, არამედ სომატური ჭრილითაც, ხო, ასე ფსიქოსომატური დაავადებების რეგისტრს მიეკუთვნება, შეგვიძლია ვთქვათ ეს პრობლემა, თუმცა ძალიან მარტივად ფსიქიატრიაში არის ამის კოდი, ხო, F კოდები, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს და ჩვენ მოსაზღვრე სპეციალისტებიც, ანუ იგივე ნევროლოგები, ჩვენი კოლეგები, რომლებსაც აქვთ თავიანთი ნიშა, რომელსაც ამ საკითხებს კიდევ ცალკე კურირებენ. აი, რაც შეეხება შფოთვით ფობიური აშლობების დროს ძალიან ბევრი არის. სხვადასხვა ტიპის შიშებია, ხო, თქვა, შეიძლება შეხვდეს, ნუ გახსნილი სივცის შიში, თქვა, სიმაღლის შიში, ჩაკეტილი სივცის შიში, ახლა ამის სახელებს აღარ ჩამოყვებით, არაფერს არ გვაძლევს ეს ამ მომენტში, მაგრამ აი, როდესაც ხდება უკვე იმ ატრამირებელ სტრესულ სიტუაციაში პიროვნება, რომელსაც ასევე შეიძლება ქონდა წარსულში რაღაცის ტიპის გამოცდილება, ანუ ამბობს, რომ იცით რა, მე თქვა 5 წლის წინ ქონდა ნევროზი, ვიმკურნალე და ეხლა ისე უკან შემომიბრუნდა. ანუ მისთვის ის ატრამირებელი მდგომარეობა და მასთან ახლო სიტუაცია გამეორდა, რასაც თან დაერთო მთელი რიგი უარყოფითი ემოციური ფაქტორების კასკადი. აქედან გამომდინარე, ვერ შეძლო პიროვნებამ სრულფასოვნად იმ მომენტში იმ სიტუაციაში რეალიზება ვერ გადაიტანა ის ემოციური სტრესი და ნუ დარჩა იმ მომენტში, როცა ეს ყველაფერი თავიდან დაიწყო და უკვე აქ იწყება მე თავიდან ისევ ბრძოლა. ხო, აი ძალიან წეგან თასაწყისში ვახსენე, თუნდაც ყვებით საკითხების დროს, როდესაც ჭამდა გონია რომ ვერ ჩაყლაპავ, იმიტომ რომ ფიქრობ რომ ნერწყვის ჩაყლაპაც კი არ შეგიძლია და არადა ამ დროს არაფერი პრობლემა არის საყლაპავის, უბრალოდ ეს კიდევ ერთი დამატებითი თვითშთაგონების პრობლემაა, რომელსაც საკუთარ თავს თვითონ უყენებ და რაღაც მოდალობას აკენებ, ისეც რომ იცი, აი მე ეს არ შემიძლია, თქვათ. არა. შეუძლებელი რეალურად არაფერი არ არის, თუნდაც იგივე პანიკური შეტევების მართვა, მაგრამ უბრალოდ უნდა იმ ყველაფერს მთელი რიგი აი მან როგორ შეგვიძლია მივხვდით რომ დაუშვათ იქ ზღვარი ცოტათი მყიფეა, ხო? პათოლოგიიდან ნორმალ, იმიტომ რომ ფარგლები, ნორვის ფარგლები, ასე ვთქვათ, ასეთი ერთი ხაზი არაა, ხო, ფარგლებია ნორვის. მაგრამ დაუშვათ იგივე პანიკური შეტევის დროს, როდესაც ადამიანი აი კონკრეტულად ვერ აკონტროლებს თავის სულად და როგორ შეიძლება დავეხმაროთ სპეციალისტი ხო სულ გვერდზე არ ეყოლება და როგორ შეიძლება და აქ მთელი რიგი ამ დროს პირველი არის არის ხო მთელი რიგი სუნთქვითი და აუტოტრენინგის ვარჯიშები, სხვადასხვა ფსიქოთერაპიული სეანსები და ესეთი პირები, ვინც რა თქმა უნდა თუ პირველადად არა და თქვათ ესეთი გამოცდილება აქვთ, მათ წარსულში ეს პრობლემა ჰქონდათ, ეს ადამიანები ფლობენ რაღაც ტიპის თავდაცვით უნარებს და მექანიზმებს, თუნდაც ის მომენტი რო გადალახონ და მივიდნენ სპეციალისტთან. თუნდაც შეიძლება იმ მომენტში რაღაც არის პრეპარატები, რომელიც შეიძლება ერთჯერადად მიიღო, ენის ქვეშ ამოიდო, ცოტა ეს ყველაფერი მოგეხსნას, იგრძნო სამყაროში აღარ გქონდეს ის დეპერსონალიზაცია, დერიალიზაცია, რაც ხშირ შემთხვევებში ესეთი მომენტების დროს დგება და ვერ ხვდები რატო ხარ, სად ხარ, ვისთან ხარ და რას აკეთებ. ანუ ეს აღონდა არის პათოლოგიური მდგომარეობები, ამას ცალკე გამოვყოფთ, რა თქმა უნდა, და უკვე იწყებ პირველ რიგში თუ გახლავს გვერდით, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრი, მეგობარი ან ესეთი პიროვნება, იმასთან კომუნიკაციას და ის გეხმარება, რომ პირველი განცდა, რაც არის უსაფრთხოების დაცულობის განცდა, რაც ამ შემთხვევაში დარღვეული არის, ხო, ასეთი სპორტული პანიკური შეტევების დროს და ეძებ ადამიანს, რომელსაც, ნუ, ასე ვთქვათ, ჩამოეყდრომი, დაეყდრომი და მისგან მიიღებ დახმარებას. აი, ერთ საგანზე ფოკუსირებასაც კი გამოყავხარ. კი, მაგრამ ეს გააჩნია მის უნარებს გააჩნია პანიკური შეტევის რაღაც. და საგანზე გააჩნია. ხო. ნუ კარგია, როცა რაღაცა დიდი მწვანე ყუთი გიდევს ფრანგლინებით, მაგრამ იმასაც კარგად გამოყავს, როგორც ვაკვირდები. ძალიან ბევრი პრაქტიკაა უკვე ამ თემასთან დაკავშირებით. აი, რაც შეეხება ეხლა გავრცელების ასე ვთქვათ, მოსახლეობაში დაახლოებით 5%-ში აღინიშნება ეს სიტუაცია, მაგრამ უფრო მეტად რატომღაც მითითებული არის, რომ ქალებში ვლინდება. და ხშირად ესეც არის, იმიტომ რომ აი ეს ასე ვთქვათ, ფარისებური ჯირკვლის თუნდაც ამ ტიპის პათოლოგია უფრო ადრე ვთქვათ, ხო, წამოსული ეს მომენტები, იქ კიდე რაღაცა სხვა ტიპის ჰორმონები კიდე რომელიც დამატებით ობსესიურ კომპულსიურ აშლობასაც ახასიათებს, ოსიცსაც ახასიათებს, როცა გამოვიწყოთ ფარისებურ ჯირკვალს. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში ეს უნდა გამოვიწყოთ, იმიტომ რომ ხომ არ არის აქედან
ანუ ერთად მარტო ესე ცალკე აღებული როგორც ესეთი ნოზოლოგია რო აი მარტო ეს ორგანო ხო თაროზე არდეს ხო აქვეა ანუ მთელი ორგანიზმი არის ჯაჭვი სადაც ერთი რგოლის ამოვარდნისას რეალურად შეიძლება დაირღვეს მთლიანი ჯაჭვი და იმ მთლიან ჯაჭვს უნდა მე მთლიანად მიხედვა და არა რაღაც ცალკე ნაწილებს ახლა შეუძლებელია თუ სვა მარტო კუჭისთვის დამცავი და იძახო რომ კი და ლომის წვლილი მიუძღვის ფსიქიატრებს ამ თემასთან დაკავშირებით და ხშირ შემთხვევაში არის ცნობილება ნევროპათოლოგებს რომ მიმართავენ ნევროპათოლოგები იღებენ ამაზე პასუხისგებლობას უნიშნავენ აბებს ეს გავრცელებული ფაქტია მე მსმენია და ამ დროს შეიძლება აბი საერთოდ არ დაჭირდეს და ფსიქიატრმა გამოიყვანოს მდგომარეობიდან ხდება ხოლმე ხო ესე პროფესიებში მოდი ხა ცოტა ისეთი მოვახდინოთ დიფერენცირება რომ უფრო აი აბი არ დაჭირდეს და ფსიქიატრმა არა აქ ამ შემთხვევაში უფრო სწორი იქნებოდა რომ თუ ჩაერთვება ფსიქოთერაპევტი ან ფსიქოლოგი რომელიც თუნდაც იგივე ქცევითი ფსიქოთერაპიის კუთხით წავა და აი ამ ტიპის წეღანაც ვილაპარაკეთ ჩვენ აუტოტრენინგებს მიაჩვევს ასწავლის და რაღაც ჩვევაში გამოუმუშავებს და საკუთარი თავდაჯერებულობას მოუმატებს ხო ფსიქიატრები კი ბატონო დაკავებულები ვართ მთელი რიგი რაღაც ფსიქოთერაპიული მცირე ტექნიკებით გასაუბრებისას მაგრამ მაინც ჩვენ ვთქვათ გვაქვს ასე ვთქვათ არსენალში მედიკამენტოზური დახმარება. ოღონდ რა თქმა უნდა კომპლექსურად და იგივე ალბათობით და იგივე წარმატებით შეიძლება იგივე თუნდაც ნევროლოგს კონდეს ამისი არსენალი და მას კონდეს იმხელა ემპათია პიროვნების მასთან მოსული პაციენტის მიმართ რომ საერთოდ არ დაჭირდეს თუნდაც იგივე ფსიქიატრი და არ დაჭირდეს ფსიქოლოგი. უბრალოდ ამ ადამიანს რომელიც მოდის ჩვენთან პირველ რიგში რა ჭირდება? პირველ რიგში ჭირდება კარგი მოსმენა. თუ ადამიანს არ უსმენ და არ გაქვს შენ მის მიმართ ემპათიის განცდა და შენთვის ის არის უბრალოდ მოსული რაღაცა ისეთი პიროვნება რომელსაც დაუწერ ორ წამას და გაუშვებ სახში ფაქტიურად შენ უფრო ცუდი რაღაც გააკეთე ვიდრე მასთან მკურნალობის პროცესი დაიწყე იმიტომ რომ უნდა თქვას ეს სამწუხაროდ ეს პრობლემები უფრო და უფრო მატულობს იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაკავებულია და ფაქტიურად ყველა ცდილობს რომ რაღაცით იყოს ოჯახში ფინანსური სტაბილიზაციის ვთქვათ შემოტანი და აი ამ დროს უკვე საკუთარი თავი იკარგება. საკუთარი თავი იკარგება იმ სოციუმში, სადაც რეალურად ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გვიწევს ყოფნა, იმიტომ რომ იქ ოჯახს ეს ყველაფერი ჭირდება და უკვე მეერე მოსული იწყება მუდმივი წუხილი, მუდმივი ნუ ვთქვათ ნევროზული მდგომარეობა რაც არის. ხო ანუ ამ შემთხვევაში რატო ვთქვათ ფროიდის მიხედვით რო გავყვეთ, რატო არის ხო? მოთხოვნილებასა და შესაძლებლობას შორის გავართ ჩვენ. გვაქვს მოთხოვნილება, მაგრამ არ გვაქვს შესაძლებლობა და ამ დროს მე, ანუ ჩემი პიროვნული მე იწნეხება და უკვე ითხოვ შველას, იმიტომ რომ კი ჩემი ქვეცნობიერი მოთხოვნილება არის რაღაც მიღწევა, მაგრამ თქვა თუნდაც ავიღოთ რომ მინდა ვიყიდო ძალიან რაღაც ისეთი პროდუქტი და მაგრამ ვერ ყიდულობ, იმიტომ რომ ფული არ მაქვს, ხო? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მივდივარ სახში და ფაქტიურად უკვე ხდება ოჯახი, რომელსაც ის ჭირდებოდა, მე ვერ მივიტანე და ნუ ჩემი პიროვნება მცირდება, ჩემი თვით დაჯერება, ჩემი თვით შეფასება და ჩემი მე არის. რახან პროფესია ავახსენეთ, ამ კუთხითაც შეიძლება რომ განვიხილოთ, მაგალითად, ნუ რაღაცნაირად ჩვენი პერსონა, ჩვენი პიროვნება განსაზღვრავს რა პროფესიას ავირჩევთ მომავალში. რაღაცნაირად, ხო, ზუსტად არა. იმიტომ რომ შეიძლება ნიჭი გქონდეს სამნაირი, მაგრამ რატომღაც ამას ვირჩევდეთ ფსიქოტიპის მიხედვით და იგივე ამ შემთხვევაში არის რაღაც პროფესიები, რომელში ყოფნა და უშუალოდ უფრო მეტ საშუალებას გვაძლევს იმის რომ მივიღოთ საბოლოო ჯამში პანიკური შეტევა. ანუ მოგზაურს უფრო ხშირად ემართება პანიკური შეტევა თუ დაუშვათ მასწავლებელს ამ არა შიშთვალი უნდა გაუსწორო. თუ არ ხარ იქ სადაც უნდა იყო და არ ხარ შენ ადგილას, მნიშვნელობა არ აქვს სად ხარ. ყველა ვარიანტში არ ხარ იქ სადაც უნდა იყო. თუ ატყობ რომ შინაგანად ეს არ არის შენი საქმე. რაც არ უნდა წარმატებული იყო მაინც. ის წარმატება რაღაც დონემდე არის შენარჩუნებული, მაგრამ იმ როლიდან უკვე როცა გამოდიხარ და ამთავრებ იმ შენ ფუნქციას ის რაც არის თქვა 10-დან 6 საათამდე თუ რაღაც როცა არის, უკან როცა ბრუნდები სახში, უკვე თვითონ საკუთარ თავს ყველა ადამიანი ატყობს, რომ ეს ის მისი საქმე არა. კარგია როცა ამას მოყვება თქვა მაღალი ენაზღაურება და ეს ფუთავს ამ ყველაფერს, რომ შენ რაღაც წარმატებული ხარ და ეს შენია, მაგრამ გადის წლები და შეიძლება რაღაც უფრო მოკლე პერიოდის და ატყობ, რომ ეს ის არ არის. ანუ სახიობისგან განსხვავებით ეს ძულებითი როლია, რომელიც გინდა თუ არა ყოველდღე უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ საჭიროა. სახიობობაც ხო ესეთი ფაქტურად სხვა არჩევანია მაინც, ხო, მინდა ვთამაშობ რა. აი მე მიყვარს ჩემი პროფესია და ვთამაშობ. მოდი ახლა ერთი რაღაც არა, მოდი ახლა ერთი რაღაც ვთქვათ, რომ ყველა ადამიანს შეუძლია რაღაც ითამაშოს. რა თქმა უნდა. მეორადი მოგებისთვის კი სასწრაფო, მაგრამ გარეთაც სამსახურში ყველგან
და რეალურად თამაშობენ. ეს მიღები ისე რიგდება, რომ ყველა დასწრებაზეა. თავარია სხერპლი არ გავიღოთ. ცხოვრება თამაშია, მაგრამ ნურასოდეს გაიგებ სხერპლი. ზოგიერთისთვის ძალიან არა, ყოველდღიური ჩვენი ცხოვრება არის რაღაცის გაცემა და რაღაცის მიღება, ხო შეუძლებელია რაღაცის სხერპლი არ გაიღო რაღაცის საფასურად. დავარცხნის დროსაც კი თმები გწვიო. ბატონო სერგო, იცით რა მაინტერესებს ამ შფოთებთან დაკავშირებით ფროიდი ახსენეთ და ფროიდის ანალიზი ერთ-ერთი საუკეთესო გზა, უბრალოდ ძალიან დიდი პერიოდი ჭირდება საკუთარ თავზე ამ ყველაფრის ჩაძიებას. თითქოს ეხლა ანუ ამბობენ რომ აი ახალი კოუჩები და ფსიქოლოგები და ფსიქიატრები თითქოს ცოტა მოძველებული მეთოდია უკვე ეს და არ ჭირდება ამდენი ხანი საკუთარ თავს ჩახმავება. უბრალოდ მე აღნიშნე ის მომენტი, რომ ზოგადად აი ამ ნევროზული თემის ახსნისთვის, თორე ეხა კარგი იყო თავისი და ძალიან მაგარი არის ეს ზოგადად ფსიქოანალიზი, როცა იცი და ამას ფლობ და ეს ტექნიკები გაქვს და კარგია, როდესაც ბევრ სხვადასხვა ტექნიკას ფლობ. ხო, ანუ უფრო მეტი პირველი იყო ხა ამერიკა აღმოაჩინა და უფრო მეტი მიდგომა გაქვს, უფრო მეტი იარაღი გაქვს, ანუ ამას ქვია ეკლექტიკური ტიპის მიდგომა, როდესაც შეგიძლია უფრო თავისუფლად გამოიყენო. ანუ ფსიქოთერაპევტი უნდა შეეცადოს არა თავისი მეთოდი მოარგოს პაციენტს, კლიენტს, რომელიც მასთან მოდის, არამედ თავისი მეთოდებიდან შექმნილი მრავლობითი რაღაც დეტალებით მოერგოს კლიენტს, მის მოთხოვნილებებს და არა ჩემს უნარებს. ჩემს უნარებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, ჩემთან მოსული პაციენტის ჯანმრთელობა უნდა იყოს მის შესაძლებლობებზე მორგებული. კი ბატონო. ამიტომ ცალკე აღებული ერთი თუნდაც ფროიდის მეთოდი, თუნდაც იგივე იუნგის ეს რაც რამშულობა აქვს რამ რომელიც იქნება, კარგია ყველაფერი, უნდა იცოდე, იმიტომ რომ ეს აუცილებელი ტექნიკაა, მაგრამ პირველ რიგში ამოსავალი არის შენ წინ ჯდომი ადამიანი, რომელსაც ჭირდება შენი დახმარება და მას უნდა მოარგო. ეხლა ყველას ვერ დაელაპარაკები ფროიდის მეთოდით, იცი შენ დედა, მამა, ბავშვობაში რაღაცა, ну ის საერთოდ გაიყვან იმას ზონიდან, დამატებით ახალ ანუ ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება. წყალებში რო გამოვიყენოთ, ეს თქვა იატროგენიას გააკეთებ, ხო? ანუ ექიმის მიერ ჩადენილ რაღაც ტიპის ისეთ დანაშაულს კიდე, რომელსაც დამატებით შფოთვით ელემენტ შეიტანდა, ну ამ შემთხვევაში არ გამო. სხვადასხვა ისიც უნდა აღნიშნოთ აუცილებლად, რომ ფსიქოლოგია და ფილოსოფიის ეს მიმდინარეობა ეგზისტენციალური თითქმის ერთად განვითარდა ერთ დროში, ხო? მე-19 საუკუნის ბოლოდან დაიწყო ეს ყველაფერი და ადამიანზე მორგებული, ანუ პიროვნებაზე მორგებული ფსიქოლოგიაც და ფილოსოფიაც განსაკუთრებით გაიფურჩა ამ პერიოდში და ამიტომაც მივიღეთ ეს ყველაფერი ასე, რომ შენ ინდივიდუალურად მნიშვნელოვანი ხარ, შენ ხარ, ანუ შენ სხვისი გამოცდილება შეიძლება გაიზიარო, მაგრამ სანამ მერისთვის არ იქნება რა მნიშვნელობა გაისწავლე. პიროვნების როგორც ინდივიდის დაფასება უფრო მეტად მერე წამოვიდა, ხო? მანამდე იყო თუნდაც იგივე მონათფლობელობა, ტიპის ყოფილება არაფერი არ იყავი, ჭადოსნური ერთი რაღაც საყიდელი და ვსიო მორჩა ნივთი, რომელსაც შეგიძლო გადაგეკიდო. ახლა უკვე როცა წამოვიდა ეს პიროვნული რაღაც თვისებები წინ უფრო მერე გამოჩნდა ეს ნელა თავისთავად ამის მოთხოვნილება. იცით რა მაინტერესებს? მაგალითად, თუ მე მყავს ირგვლივ ადამიანი, რომელიც მუდმივად შფოთავს, ვარ თუ არა საფრთხის წინაშე მეც. შეიძლება რომ მისმა ანუ გადმომედოს მისი ნერვიულობა და შფოთვა. მაშინ მე ესე კითხავ, თუ თქვენ ყავთ გვერდით ადამიანი, რომელსაც ბევრი ვალი აქვს, ხართ საფრთხის ქვეშ, რომ თქვენც ბევრი ვალი გქონდეთ? თუ თანამევალეს და გაჩნდა რისი ვალი, ეს რა საინტერესოა. თქვენ ხართ მისი მოზიარე იდეები. გრიპი არ არის, ხო? თქვენი შფოთვა არის ერთიანი, ორივე ერთ საკითხზე შფოთავთ. რა უნდა გადმოგედოს, ესე იგი უკვე თავიდან მქონია, ხო? არა, იცით რომ ან გრიპი არ არის, ახლა ეს გადამდები მასე ვერ იქნება, მაგრამ ინდუცირებულს გულისხმობ. არსებობს რაღაცა ხშირი რაღაცნაირი გამოვლინება, რომელიც აი შეიძლება რომ გადაგედოს, რაღაცა ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს ჩვენშიც არის ეს ფოტო და უბრალოდ აქტიურდება. აი მაგალითად როცა ვამბობთ რომ ადამიანებს გონიათ რომ რაღაცა გული აწუხებთ, ცუდად არიან, სიკვდილთან ახლოს არიან, ხო? მუდმივად რომ ასეთ უარყოფით ამბავს იგებ, რაღაცნაირად შენც თითქოს გაქცევს ამ იმაში და მე ადამიანი ყოველდღე უახლოვდება სიკვდილს, არავინ არ შორდება. ყველა მივდივართ დამემართება ეხა შფოთვა. არა, რეალურად ყველა მივდივართ იქ, მაგრამ თავარი რაც უნდა გვახსოვდეს, იმას კი არ აქვს მნიშვნელობა შიშით ვიცხოვრო. იმას აქვს მნიშვნელობა, რომ მომავლით ვიცხოვრო, თორე სიკვდილის შიშით ცხოვრებას არ ვიცი, მაშინ მაინც ყველა იქითკენ მივდივართ. რეალურად ესე არავინ არ რჩება აქეთ მხარეს. და ყოველდღე უახლოვდებით და თუ კი ჩვენ დავემორჩილებით სხვა ადამიანის გაწყობას და მის აზრებს, ესე იგი ჩვენ უკვე წეგან როგორც ახსენეთ, შინაგანად არ ვარ თავდაჯერებული იმ დონეზე მყარი ჩვენს შეფასებებში საკუთარი თავის, ხო? და ამიტომაც ჩვენ გვჭირდება გამოდის თუ ერთი პატარა ბიძგი, რომ შეიძლება იმას გავასწროთ. ანუ ეს გადამდები არ არის, უბრალოდ ჩვენი
საკუთარი თავი არ გიკავია და არ ვცნობთ საკუთარ თავს ისე რომ ამ ყველაფერს მოვერიოთ. კი ბატონო. მე ძალიან ღრმა და ვრცელი თემაა, ჩვენ ვერ ამოვწყურავთ, მაგრამ კიდევ მოგიწევთ სტუდიაში აუცილებლად. შევეცადოთ რომ თოვლი არ იყოს ისეთი. კი ბატონო, წარმატებებს გისურვებთ, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ რამდენიმე წამში როგორც ყოველთვის დავბრუნდებით. და დაადგენ ნაღდანტრი ხაჭაპურის დროც. კიდე აღშფოთდა. და პაატას სახეზე ხიმილი აქვს, რატომ? იმიტომ რომ მანამდე ხო ხვდები ახლა სპეციალისტი რო ყავს და სტუმრად და თან ფსიქიატრი და თან შფოთავ, სულ უყურებ რომ ვაიმე ახლა შემთხვევით წამალი არ დამინიჟნოს იძულებთ, ხო? რა თქმა უნდა ეს ხუმრობაა და ჩვენ სტუმარს უარყო, კაც მიღვა ეს. მოკლედ ნონა რუბრიკა აჯაბსანდალის მეშვეობით კიდევ ერთხელ დაგჩაგრა კადრის მიღმა გააკეთა ძალიან გემრიელი რაღაც. ეს ყველაფერი პროცესში არის. მე დაახლოებით ვიცი რა დაპირებენ თქვენ არიცით ხო? მე უკვე ვიცი უბრალოდ და ამიტომაც განვიცდი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და საუკეთესო კერძი მსოფლიოში ყოველ შემთხვევაში პაატასთვის, რომლის იმდენი ვარიაცია არსებობს ამ ქვეყანაში, რომ არ ვიცი რამდენი კუთხეცაა საქართველოში კი არა ლაბის რამდენი სოფელი და ქალაქიცაა საქართველოში იმდენაირი ეს კერძი არსებობს და ის შედგება სულ რაღაც 3 თუ 4 ინგრედიენტისგან გააჩნია კიდე რომელ კუთხეში კეთდება. მოკლედ ნონა აჯაბსანდალით ხელში ვანერვიულებს ნონა დღემშვიდობისა მოგესალმებით ერთგულ მაყურებელს ლინდა მესხიძის რუბრიკას კვლავ ვაგრძელებ ასე გემრიელად და შედარებით ჩანსაღად ვცდილობ ამის გაკეთებას. ჩემთან ერთად დღეს იმყოფება სტუმარი, რომელიც ამ ამპლუაში არასდროს უნახავს მაყურებელს. ეს არის ქალბატონი თამარ გუდავა, რომელმაც დღეს დაგვითმოთ, რომ დიდი მადლობა ქალბატონო თამარ, იმიტომ რომ ვიცი ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვს და თან ძალიან დაინტერესებს ჩვენ მაყურებელს როგორი მზარეული ხარ. ამიტომ მოდი ვუთხრა ჩვენ მაყურებელს რას მოუმზადებთ დღეს და რამდენი ხანია რაც დაინტერესებული ხარ კულინარიით. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის თქვენ, გადაცემას და მადლობა რესტორან ალავერც რომ დაგვითმო სივრცე, მანდო ეს სივრცე, იმიტომ რომ არ არის მარტივი ახლა აქ ისეთი შებზარეულები დგანენ ხოლმე როცა შემოვდივართ, მარტივი არ არის მათ სივრცეში ესე რაღაც მოამზადო. მინდა გითხრათ რომ ეს არის ჩემი ჰობი. და ბავშვობიდან მიყვარს სამზარეულო, მაგრამ ეხა ვხვდები რომ შეიძლება რაღაც პერიოდში წლების მერე მომავლის პროფესიადაც ვაქციოთ, თუ ძალიან ხმამაღლა არ ჟღერს. დავწუნდებით ახლა რამდენად ხო, აი ეს ახლა ძალიან ნერვიულობ განვიცდი, მაგრამ მე მგონი რომ ძალიან შევეცდები გამომივიდეს. ჩვენ დღეს მოვამზადებთ რა თქმა უნდა ყველა ტრადიციული ქართული ოჯახისთვის ძალიან საყვარელ ხაჭაპურს, ოღონდ ესეთი სახეცვლილებით ისპანახთან ერთად. თან დავიწყოთ ხო? თან დავიწყოთ მომზადება. დაგჭირდება ფქვილი. დაახლოებით ცომი არ უნდა იყოს მაგარი და მართალი რო გითხრათ, ეხა გრამობით არასდროს არ ვაკეთებ არაფერს. თვალის ცომით ალბათ ხო? კი, ესეა ზუსტად. დაახლოებით ამ რაოდენობის ფქვილი. აუცილებლად ან მაწონი, ან კეფირი, რომელიც მაღალი უნდა გქონდეს, არ აქვს მნიშვნელობა. არ აქვს მნიშვნელობა, რაც მაქვს იმას ვიყენებ ხოლმე. შეიძლება დაბალი რაოდენობის ცხიმის შემცველობით, იმიტომ რომ შედარებით ჩანს. ცხიმს კარაქს უმატებ მაინც და ასე რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებლად რადგან ჩვენ გვაქვს სწრაფი მომზადების ხაჭაპური, რომელსაც არ ჭირდება დრო, საფუარის გარეშეა და რომ ამოსვლა არ ჭირდება, ამიტომ კარაქი უნდა იყოს დარბილებული აუცილებლად, ისე რომ ხელით კარაქით სავარაუდოდ რბილია. ნუ დავარბილებთ, ახლა დავარბილებთ დაახლოებით მთელი აი ესე დაჭირდება, კი, ესე დაჭირდება დარბილება, მარილი და ცოტა სოდა. ანუ ცომს მეტი არ ჭირდება არაფერი. ძალიან კარგია, ისეთი ინგრედიენტებია, რაც თითქმის ყველა ადამიანს მოეპოვება ოჯახში. კი, და არის
ძალიან ჯანსაღი, მგონია რომ საკმაოდ ისეთი დიეტურიც, იმიტომ რომ არ აქვს საფუარი, ხაჭაპური და დიეტური. ხაჭაპური და დიეტური ძალიან კარგად ჟღერს და ვინც ჩემსავით ნაღლობს ამ კალორიებზე, მგონი ამ ხაჭაპურს მიირთმევს ისე უდარდელად და ეს იქნება ძალიან კარგი შანსი მისთვის. კი, თუ არ ჩავთვლით რომ აქ არის კარაქი, რომელიც ითვლება ჯანსაღ საკვებად. კი, დასაშვებია. აბსოლუტურად, რადგან ეს არის სწრაფი მომზადების დრო ძალიან ცოტა ჭირდება ამ ხაჭაპურს, ამოსვა არ ჭირდება. ლოდინი არ ჭირდება საფუარს. მე ზოგადად მიყვარს ტაფაზე მომზადებული ხაჭაპური ძალიან თხელი. ძალიან თხელი უნდა იყოს. ნუ რა თქმა უნდა, ყველი ის რაოდენობის ყველიც ჭირდება ძალიან ცოტა შედარებით ჩვეულებრივი საფუარიანი ხაჭაპურისგან, იმიტომ რომ ცომი არის ისეთი სხვანაირად ფაფუკი და კი, აი ძალიან ბილები ილება რაღაცა სასიამოვნოა. ხარ დავამატოთ ფქვილი, თუ არ ჭირდება. აი ესეთი უნდა იყოს ფქვილი, ნანა, ისა ცომი უკაცრავად. და ანუ ჩვეულებრივი ხო ესე გუნდა კეთდება. ეს არ კეთდება გუნდა, ესეთ წებოვანა უნდა იყოს ზუსტად ის მივიღეთ რაც გვჭირდება. და ეხლა ოღონდ პირველად მომიწევს მე აი ნიჩაბზე გამოცხობა, ამის ზოგადად ვაცხობ როგორც ვთქვი ტაფაზე და სადღაც ვხედავდი ჩვენს გია აგირბას, რომელიც ნუ არ ვიცი ახლა რამდენი ჯილდოს მფლობელია და უნდა ვთხოვო ნიჩაბი მასალად უნდა მოვიხმარო. არა, ეხლა ჯერ უნდა აუცილებლად. კარგი, მანამდე მოვიხავი როგორია შენი ყოველდღიურობა? ჩემი ყოველდღიურობა ჩვეულებრივად საინტერესო. რა თქმა უნდა, ეხლა ცოტა ბოლო პერიოდში ამიდების გამო და იმის გამო სხვადასხვა მოვლენების გამო ვერ ვიყავით კულტურულად აქტიური, მაგრამ მე სტუდენტიც ვარ ახლა, როგორც იცი, კინორეჟისურის ფაკულტეტზე ჩავაბარე და ახლა ვცდილობ გადავიღო პირველი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი. ნახოთ რა გამომივა. დანაწილებული ვარ რაღაცა წარმატებით კარგი. ხო, აი ნახოთ როგორ გამომივა. მზად არის ჩვენი ცომი, მთლიანად კარგად შევაზილეთ კარაქი. ამასაც ისევე როგორც ყველა ცომს სჭირდება საკმაოდ ძალა. არა და მე ვფიქრობდი რომ არ სჭირდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს მოიწევს. კი, იმიტომ რომ ხო, აი ყველგან კარგად გადანაწილდა. იდეალური ცომია როგორც ხედავ. ეხლა სჭირდება შემდეგი ინგრედიენტები. აუცილებლად, რა თქმა უნდა, ყველი და დღეს აი რა განასხვავებს ჩვენს ხაჭაპურს ჩვეულებრივი ხაჭაპურისგან, ნუ ზოგადად ძველად საქართველოში მზადდებოდა ხალთან ერთად ხაჭაპური ფლოვანას უძახიან. მაგრამ ჩვენ ცოტა სხვანაირი ისპანახთან ერთად ისპანახი მოშუშულია, მოვშუშეთ ხახვთან ერთად. ანუ ჩვენად მოყურებელს როგორ გამოიყურება, დიახ? მანამდე დრო რო არ დაგვეკარგა, რადგან პირდაპირ ეთერში ვართ, ამიტომ გავამზადეთ ისპანახი ხახვთან ერთად. და ამას ახლა ავურავთ შიგთავს ყველს. არის ყველი. ყველს არაფერი აქვს შერეული. აბსოლუტურად. აი, ყველი ამ რაოდენობის დაგჭირდება თუ ეს? აი, ნახოთ ახლა როგორ მოითხოვს. დაახლოებით რა რაოდენობის ხაჭაპური გამოვა ამ ცომით? ნეტა. აქედან გამოვა ორი ხაჭაპური. ავურიოთ ცოტა და ცოტა მარილი. სოდა და მარილი. მანამდე შეიძლება დავამატოთ ალბათ, ხო? ეს ყველაფერი ლაპარაკის ბრალია. როცა ლაპარაკობ პირდაპირი ეთერია და საქმეზე უნდა იყო კონცენტრირებული და არა საუბარზე და მე ახლა ერთად როგორც ჩანს სამზარეულოში ალბათ გიყვარს რომ მარტო ხარ და კონცენტრირებული იმ საქმეზე რასაც აკეთებ თუ პირიქით იცი რა სამზარეულოში მიყვარს პარალელურად რაღაცებს ანუ 2-3 კერძსაც ერთად ვაკეთებ ხოლმე ისე რომ იქაც
ეხლა დამეთანხმებიან მზარეულები, დროის მენეჯმენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა დროს რას აკეთებ, პირველად რას იწყებ, მერე რას ჭრი, რას ურევ, რას ხარშავ, ისე რომ რა დადგა მოსახარშად კი არ დაჯდე და ასე შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს ხო მკერდების მომზადება და ამიტომ იქაც როცა ანაწილებს სწორად დროს საკმაოდ დროის მენეჯმენტი ყველგან საჭიროა, მათ შორის სამზარეულოში აუცილებელია. საკმაოდ ეფექტური ხარ სამზარეულოში ამ დროსაც. ნუ ფაქტობრივად იდეალური ცომი მივიღებთ ჩვენ. კი. ესე იგი ჩვენ ცომი მზად არის. კი. შემდეგი ეტაპი არის ალბათ გადატანა ნიჩაბზე, თუ სწორად ხვდები. უნდა გადავიტანოთ ნიჩაბზე. მოდი გადავიტანოთ ქვის რადგან თუ გჭირდება. მე მინდა შენიშნებერთვით ვთხოვო გიას ხედავ დარბაზში და ნიჩაბზე მომეხმაროს ნიჩაბთან მუშაობაში, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, აფაზე ვამზადებ ხოლმე და პირველად დღეს ჩემთვისაც ექსპერიმენტი იქნება. დებიუტია ნიჩაბზე მომზადებული გია თუ არ შეგაწუხებთ იქნებ დაგვეხმაროთ. იქნებ დამეხმარო რა საერთოდ არ შემრცხვა და შენს გვერდით შენს თვალწინ დავიწყე ხაჭაპურის კეთება წარმოიდგინე ხა რა თამამი უნდა ვიყო შევძენით შეიძლება და ეს არის ჩემი ცომი ცომი აქვს ჩვენ თხელი უნდა იყოს ცომი უნდა იყოს თხელი უნდა იყოს თხელი რა კაია გია რო გისმეს ცომი როგორი უნდა იყოს ნუ ახლა ეს შემიძლია უნდა იყოს ამბობს თამარი ეთანხმება ბატონი გიაც ეს არის ნუ არ ვიცი დღეს რა დღეა და რა რიცხვია შეიძლება ეს რა ავიღოთ კი თავარი პროცესი გადატანა ცომის ნიჩაბზე კი მაგრამ მაყურებელს შეუძლია პირდაპირ ტაფაზე გაიყვანოს ხო მე ესე ვაკეთებ ეს არის ტაფის ხაჭაპური ამ პირობებით ესე გახდა დასჭირდა ნიჩაბი როგორ გამოვა უბრალოდ ნიჩაბს გამოვიყენებთ ახლა რადგან აქ ვართ მოიცა მაშინ ერთი მოდი რა აბა მითხარი როგორ ნიჩაბზე დავფინოთ რომ დაეკროს ნიჩაბზე შეიძლება რომ დაეკრა ის ქაღალდი ხო არ დაიწובה იმაში რა ქვია კაი ბატონო მე აფაზე ქაღალდს ისე არ დასჭირდა ეს რომ დაეკროს კი ბატონო თუ ასეც დის ჩვენი მაყურებელი შეუძლია გამოიყენოს ქაღალდი ნიჩაბზე დავაყარეთ ქვილი შეგდება აი ესეც უკვე სამი წლის წოდე გასაგებია. ნახოთ როგორ ჩაიმე მე კიდე რომ მოვიდე აქა გაკვეთილების მისაღებად აი ამ ღუმელში ხაჭაპურის ნახავთ როგორ გარკვეულებს შევხედავთ. ჩვენი ცომიც მოდი ჩვენც მაყურებელს როგორ გამოიყურება ცომი. ძალიან თხელი ცომია. და ასეთი უნდა იყოს. ასეთი უნდა იყოს. არ შეშინდეთ თუ თხელი ცომი მოგივიდეთ, პირიქით ესეთი უნდა იყოს, სქელი არ მოგივიდეთ. ამი გაყვი ნახევარი ხო? კი. ეს შენი ცომივით არ იწყვიტება გია. ეს. ეხლა ხაჭაპურისთვის აი აქ უნდა. ნახე როგორი ფაფუკია. ძალიან როგორი ფაფუკი და რბილია. მე ზამონებს ხო, თან არის აფისოს ზამონები. კი, დროჟის გარეშე გია. და ამიტომ ძალიან კალორიულიც არ იქნება. იცი რა, კალორიული შეიძლება ხო, იმიტომ რომ მე ზოგადად ვცდილობ დროჟი საერთოდ ამოვიღე პურიც სარაშიც დროჟია, ამიტომ ეხა ყველი დაახლოებით ნახე. ესე და აქვე საკმაოდ კი, სადღაც ესე, ხო, საკმაოდ. და ამის დაახლოებით აი ესე 50 გრამი ისპანახი ესე. და შემდგომ დაუბრუნდებით ისევ მაყურებელს რამდენიმე წუთში. კი ბატონო. რადგან დროში შეზღუდული ყოფილვართ. ეს ამის არის ახლა ზემოთ. ეს ეხა უნდა ეს გავიდეს მაქსიმალურად თხელი უნდა იყოს. დიახ. კი. ხო. ცომი ძალიან მომყოლი და ძვინიერი არის. ახლა აი ძალიან დამყოლი ცომია, ძალიან. არც იხება ხედავ? არა, აი
ეს ზოგადად ხანდახან იხევა, მაგრამ გააჩნია როგორ გააჩნია ვინ ამზადებს? რო ვალაპარაკოთ გია ცოტა როგორ მაქებს. არა, მოჩა. ნამდვილად შესაძლებელია ეს ხაჭაპური და შენიც. კი, მოდი მანამდე შევიტანოთ და მერე კი, შეგვიძლია შევაბზაროთ. გარავითარ. შევიყვანოთ ხა, შევიყვანოთ დროებით, ოღონდ და ჩვენත් საბოლოო შედეგი. კი, საბოლოო შედეგი იქნება დაახლოებით მალე ცხება, ძალიან, იმიტომ რომ ცხიმიანი და თხელი რა დრო დასჭირდება რომ ჩავატიოთ? მაქსიმუმი 10 წუთი. აჰა, ძალიან კარგი. დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში. მაქსიმუმი 10 წუთი. აბა, ეხა გიამ უნდა შეხედოს. კი. კარგი ვქენით, რომ გადასარე. მაინც გიას მასტერკლასი. თავად შენ შეავდოთ და შევაბ. მე ჯობია, იმიტომ კაი. გასწავლეთ და აჰა, ცენტრში. ჩვენეთ მაყურებელს თუ შეიძლება არ გავებდებით ბატონებია. ეს დახედა? გადააცვლე პირდაპირ, ხთი? გასაგები. გადააცვლე პირდაპირ. ეს. გაიგე. ეხლა ის მომენტი ყოფილა. всё, добре. არც ისე. კარგი, გამოვიდა ესე. დაველოდებით ახლა სანამ ჩაგეთვალა ყო. გემოს რო გასინჯავთ და თუ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით და დანარჩენს ყველაფერს გავაგებინებთ მაყურებელს ერთად. მადლობა. მოკლედ წამება, რა თქმა უნდა, მე-20 საუკუნეში არ გამოუგონიათ და წამების ერთ-ერთი სახეობა იყო, მაგალითად, როდესაც რაღაც მცირე არც თუ ისე მტკივნეული რაღაც ასე ვთქვათ, სადისტური მოქმედება დროში იწელებოდა. ახლა ამ შემთხვევაში გამოვიდა რომ ჩვენი წამება ხო 7 თუ 8 წუთი გაგრძელდა ახლა კიდე ერთი ამდენიც უნდა გაგრძელდეს ალბათ ჯერ მომზადებას უყურეთ და ახლა იმას უნდა უყუროთ როგორ გამოწყება და როგორ შეჭამენ და ჩვენამდე ეს ყველაფერი არ მოაღწევს როგორც მივხვდი. კაი, ნონა, ესე იგი მალე დაგვიბრუნდება როგორც ხვდები. ახლა კი უნდა გადავიდეთ ერთ კარგ ამბავზე და ჩვენს მაყურებელს, ჩვენს ერთგულ მაყურებელს სასიხარულო ამბავი უნდა გავანდო. თუ გვაკვირდებოდით და იცით ჩვენი გადაცემა რამდენი რუბრიკისგან შედგება, როგორ სიუჟეტებს ვამზადებთ, აუცილებლად გემახსოვრებოდათ ერთი ძალიან კარგი არაჩვეულებრივი რუბრიკა განსაკუთრებით ქალებისთვის. რომელსაც ერქვა მერის წუთი და აი სასიხარულო ამბავი მაქვს თქვენთვის მერის წუთი დაბრუნდა ისევ დიდ შესვენებაში და უამრავ საინტერესო რუბრიკას შემოგთავაზებთ, უამრავ კარგ სიახლეს გავიგებთ და მადლობა მერის ამისთვის, იმიტომ რომ ჩემთვის როგორც ქალისთვის მნიშვნელოვანი რუბრიკა არის, მნიშვნელოვანი რჩევებით, ისტორიებით და ასე შემდეგ. როგორი ფორმატით დაბრუნდა რუბრიკა, ამაზე თავად რუბრიკის ავტორი გაგვანდობს, მერი კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ისევ დაგვიბრუნდი ამ რუბრიკით. რა შეიცვალა რუბრიკაში, ფორმატი შეგეცვალა თუ არა? წამყვანი იგივეა? ვინ იქნებიან შენი სტუმრები და რას მოგვიყვები ხოლმე? სოფო, ძალიან დიდი მადლობა ესეთი გულწრფელი წარდგენისთვის. მერის წუთი, იმიტომ ქვია ჩემს რუბრიკას, რომ მინდოდა ფართო მასშტაბებით, რაც შეეხება ქალს და არა მარტო ქალს, მამაკაცებსაც, ეს სიღრმისეული იქნებოდა, სილამაზის თემა იქნებოდა, ფსიქოლოგიური იქნებოდა, ყველა თემაზე მე საუბრა და ჩემი უმთავრესი мотиваცია არის სინამდვილე, გულწრფელობა. აი წარმატებული ადამიანების პორტრეტები მინდა ამ ბოლო პერიოდში გაგიზიაროთ, ხოლო რაც შეეხება სილამაზეს, ფსიქოლოგიას, ფილოსოფიას, რა თქმა უნდა, ამას ეტაპობრივად გაგიზიარებთ. დღეს კი აუცილებლად მინდა ვისაუბრო წარმატებული ქალების უკან თუ რამხელა გზა არის გავლილი და როგორ შეძლეს ამ ადამიანებმა მიიღწიათ ამ წარმატებისთვის. ესე იგი, ყველა წარმატებული ქალის უკან, რა თქმა უნდა, ისტორია დგას, ბრძოლებით, გამოწვევებით და შეუპოვრობით სავსე გზა. ეს გზა სირთულეებით არის მოპოვებული, მაგრამ სწორედ ეს სირთულეები აყალიბებენ ნამდვილ სიძლიერეს.
იყო ძლიერი და წარმატებული ქალი, ეს არ არის მხოლოდ სოციალური სტატუსი ან კარიერული მიღწევები. ეს არის შინაგანი სიძლიერე, გამოცდილებით მიღებული სიბრძნე და გაუტეხელობის უნარი, რომელიც ადამიანს წინსვლის საშუალებას აძლევს გზას, რომელსაც აქამდე მივყავართ სავსეა გამოწვევებით, ბრძოლებით და აღმოჩენებით, მაგრამ თითოეული ნაბიჯი გვაძლიერებს და გვასწავლის, როგორ დავრჩეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. და ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონები და არა მარტო ქალბატონები, მამაკაცებიც ამ გამოცდილებას ვუზიარებდეთ ჩვენს გვერდით მყოფ ხალხს. გადავცემდეთ ამ სიძლიერეს და ამ სიძლიერის უკან თუ ვინ ვიყავით მანამდე და რა გზა გავიარეთ. ჩემი გადაცემის სტუმარია იოგას ტრენერი მაკა თავაძე, რომელსაც ყველა იცნობს როგორც იოგას ინსტრუქტორს, მაგრამ არავინ იცის მაკას რა გზა დაჭირდა აქამდე მოსვლისთვის. სტუმრად მობრძანდი მაკა, ნამასტე. უნდა ჩაგეხუტო, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის აი ეს პროცესი, აი სითბოს და ენერგიის გადაცემა. მოდი დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. მაკას იცნობს ყველა როგორც იოგას ტრენერს, წარმატებულ ქალს, კი ბატონო, ამჟამად წარმატებული, მაგრამ ბავშვობიდან ეს ოცნებები ახდა და როგორ გაიარე ეს გზა, როგორ მოხვედი აქამდე? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მერი რომ მომიწვიე მართლა და რა ვიცი რომ ასე შემაფასე და წარმატებულად შემაფასე არ ვიცოდი დავფიქრდები ამაზე ცოტა გარეთვალით ასეთი ვარ თუ არა ძალიან დიდი მადლობა მართლა და რო გითხრათ რომ ხა ბავშვობიდან მე ამაზე ვოცნებობდი ეს ტყუილი იქნება იმიტომ რომ ისეთ პერიოდში ვარ 90-იანელი ვარ მე და იმ პერიოდში ისეთი დრო გქონდა რომ და ისეთი პერიოდი რომ აი რომ მახსენდება ჩემი თავი ასე რაღაცა კონკრეტულზე მეოცნება ესე არ იყო ალბათ იყო რაღაც ბავშვური მაგრამ არ მახსოვს თუმცა მაინც აი ფიქრობ რომ უფრო აი ბავშვობას ვერ მივაწერ მაგრამ უფრო 30 წლის მერე წამოვიდა და გაიხსნა თითქოს ჩემში ყველაფერი რომ აი რაც სტუდენტობის პერიოდში სტუდენტობის პერიოდზე ვისაუბროთ. სტუდენტობის პერიოდში სხვათაშორის აი ყოველთვის მომწონდა მოკლედ ინგლისური ენა. აი ისევ 90-იანი ბავშვი ვარ და აქედან გამომდინარე იმ პერიოდში რა პროფესიებიც არსებობდა ასე ვთქვათ. რა სფეროებიც იყო ჩვენს ირგვლივ, არ ვიცი ხა ძირითადად ეს ყველა იურისტი, ყველა სამედიცინო თან ყველა ბებიას ხო იცი ყველას უნდა და ექიმი გამოსულიყო. არ მქონია ეს ოცნებები. უბრალოდ აი ძალიან ეტყობა სულში მქონდა. აი ბავშვობაში სხვათაშორის ხშირად თამაშობდი მასწავლებელმანას და ალბათ აი სტუდენტობის დროსაც რო ვაბარებდი, აი მე წესით ფილოლოგი ვარ დიპლომით ინგლისური ენა ლიტერატურის განხრით და მაშინ არ ვიცი ეხა თუ არსებობს მაინორი ერქვა ასე თქვა ტურიზმის განხრით. სხვადასხვის კარგ სფეროში ვიყავი იმ პერიოდში და ვფიქრობდი კიდეც რომ აი რომ გამეგზელებინა, რატომღაც აი მინდოდა ან ისევ მასწავლებლის განხრით ყოფილიყავი, მესწავლა, ან თუნდაც თარჯიმანი გამხდარიყავი, მაგრამ ცოდნა გამეზიარებინა, ხო. მაგრამ რა ვიცი იმ პერიოდში არ მოხერხდა ისე, ალბათ არ ვიცი, იმ წამს როგორც გადავწყვიტე ესე იყო საჭირო, ესე იყო სწორი, ვერ ავხსნი მე იმ პერიოდში, რატომ დავუშვათ, ვეღარ გავაგრძელე ამ განხრით, მაგრამ ალბათ ისევ რაღაც გარემო პირობების გამო და ალბათ სამსახურის გამო, რის გამოც ხელი შემეშალა. დისციპლინირებული იყავი აუცილებლად, მაგრამ ეს არ იყო შენი პროფესია. ეს არ იყო ჩემი პროფესია, კი. ვაგრძელებთ. სტუდენტობიდან მოვხდი სრულიად სხვა სფეროში, ისევ და ისევ გარემო პირობებიდან გამომდინარე, რომ მქონოდა ხელფასი, მოვხდი სრულიად სხვა სფეროში და 13 წელი ძალიან რთულ პირობებში მომიწია მუშაობა, უფრო ხას გავსვენდი ალბათ ღამის სმენებს. თუმცა მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ იმ სამსახურის, რადგანაც ძალიან დიდი საშუალება მომცა ოცნებები ამახდენინა, მამოგზაურა, რა ვიცი, მართლა რეალურად ვამბობ იმ შემოსავლით, იმ ყველაფრით რა შესაძლებლობაც მქონდა ბინა მაყიდინა მართლა, რა ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი, სხვადასხვა ტიპის ადამიანები გავიცანი, გადაფასება მოხდა ჩემი თავის, ჩემი სურვილების, იმიტომ რომ აი ძალიან კარგად მახსოვს ხოთაშორის რომ
იქ რო ვიყავი მე ძალიან ვაფასებ ნებისმიერ სამსახურს სადაც არ უნდა ვიყო ახსენე კიდეც რომ შრომის მოყვარეობა ვარ ნამდვილად შრომის მოყვარე ნებისმიერ საქმეში რაც არ უნდა დამავალო რაც არ უნდა დაგევალებინო ყოველთვის ასე ვარ და აი მიუხედავად მაგისა იმ პერიოდში სადაც ვიმუშაობდი ყოველთვის რაღაც მახრჩობდა თითქოს ის არ იყო ჩემი ადგილი აი 13 წელი იყავ 13 წელი ვიყავი კი ყველაფერი ქონდა ამ 13 წლის განმავლობაში ხელფასი მოგზაურობა ანუ სულ ყოფილად იყო ყველაფერი შეზირგვლი მაგრამ არ იყო უმთავრესი სულიერება და სიფშვიდე კი ეგან ქონდა პირიქით უფრო გაღიზიანებულიც ვიყავი უფრო დასტრესილიც ვიყავი რა ვიცი მინიმუმ რო ვახსენოთ მარტო ღამის გათენება რას ნიშნავს და როგორ განგრევს აი რეალურად ყველაფერი ეგ მჭირდა თუმცა მაინც ანუ შინაგანად აი ყოველთვის მინდოდა რომ მეცხოვრა აი კი არ მეარსება მინდოდა რომ მეცხოვრა სიცოცხლე ეს 13 წელი სწრაფად გადიოდა ძალიან უსწრაფესი და ამიტომ მინდოდა რომ გეცხოვრა და ალბათ ყოფილიყო აქ და ამჟამად ამ წუთას უფრო მეტი ბედნიერი წამი და არა რუტინული აი ამ 13 წლის მერე ვიცი რომ გადადგი ძალიან თამამინა ბიჭი რომელიც არ იყო მარტივი თქვი ყველაფერზე უარი და ისეც რომ გაუზიაროთ ჩვენს მაყურებელს იმიტომ რომ დავტოვოთ კომფორტის ზონა რომელშიც მართლა კომფორტულად ვართ და დღესდღეობით ეს ფუფუნებაა რომ კონდეს ისეთი ხელფასი რომ მოგზაურობდე კიდევაც ოჯახს არჩენდე ბინაც იყიდო თუმცა აღმოჩნდა შემთხვევაში სულიერება უფრო მნიშვნელოვანი და ამ სულიერების ძიებაში ამ დღეებმა წამებმა გადაგადგმევინა ის ნაბიჯი სადაც იყო თუ არა შიში იყო კომპრომისზე წასვლა და იყო გამბედაობა მოდი ვისაუბროთ ამ თემაზე ძალიან დიდი შიში მართლა თან აი ამ 13 წლის განმავლობაში არ მოხდა ისე რომ პირდაპირ სამსახური დავტოვე და ამ სფეროში გადმოვეშვი. თან იცით რა არის, თან ცოტა მერიდება. აი ამ ასეთი რანგის სტუმრის პოზიციაში რო ვარ იმ ხრივ რომ ესე მგონია რომ რაღაც განსაკუთრებული თითქოს არაფერი მიქნია, თუმცა ეხლა რა საქმიანობასაც ვეწევი, ისეთი სივრცე შევქმენი, რომელიც აზრადაც არ მომივიდოდა, თუ კი მე ამას შევძლებდი. აი იმ 13 წლის განმავლობაში იმ ესეთი ასე ვთქვათ სტრესული სამსახურის პერიოდში და სხვათა შორის პანდემიის პერიოდში მოხდა ჩემი აღმოჩენა, საკუთარი თავის აღმოჩენა. აი მართლა სულ ამბობ ხოლმე თითქოს რომ აი საჩუქარი გაიხსნაო რა ჩემში, რომელიც არ ვიცოდი. იყავი ამ დროს? უკვე 30 წელს გადაცილებული. ანუ 30 წლამდე შეიძლება საკუთარი თავი არ გქონდეს აღმოჩენილი, მაგრამ შენ შემთხვევაში აღმოაჩინე. იმიტომ ამბობ რომ შეიძლება ბავშვობიდან რაღაცა არ გქონდა, აი მაგალითად 20-დან 30 წლამდე რაღაც გაურკვევლობის ასაკი გაქვს, რა გინდა არ იცი. შეიძლება რაღაცა სწავლობ, მაგრამ რაღაცა არ ხარ სწორ პოზიციაზე, ან სწორ სფეროში, ან შეიძლება სწავლობ, მაგრამ სულაც არ მოგწონდეს და რაღაცას ეძებ ადამიანი და მინდა იმათ უთხრა, რომ არასოდეს მართლა არასოდეს არ არის გვიანი, რომ აღმოაჩინო თავი და მე რა ვიცი, ჩემ შემთხვევაში ესე იყო, რომ აი ხო ამბობენ ხოლმე 30 წელს მერე პოულობს ქალი თავს და მართლა ესე აღმოჩნდა 30 წლის მერე რაღაცნაირად არ ვიცი, სულ სხვანაირი გავხდიო, ამაში ნამდვილად ჩემი აი ეს მნიშვნელოვანი დღე არ უნდა გამოგრჩეს და აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქალისთვის იქნება ეს მამოტივირებელი. 13 წლის შემდეგ დადგა ერთი მნიშვნელოვანი დღე, სადაც წამოხვედი სამსახურიდან. როგორ შეძელი? ამზადებდი საკუთარ თავს თუ წამიერად მოხდა ეს ყველაფერი? იმ ბოლო პერიოდში, როდესაც ჩემი იოგას სივრცე გავხსენი, ესეც ძალიან სპონტანურად და თავიდან სულ რაღაც 3 გოგო, 4 გოგო მოდიოდა ჩემთან, ისინი დღემდე ჩემთან დადიან. უბრალოდ გავხსენი, როგორც აი წეღან ვახსენე, რომ თითქოს რაღაცა ყელში მიჭერდა, რომ იქაურობა არ იყო ჩემი და მჭირდებოდა ჰობის მაგვარი, რომელსაც პარალელურად გავხსენი სივრცე, იქიდან არაფერი შემოსავალი არ მქონე, ჩემი ძირითადი შემოსავლის წყაროდან მიხდიდი ქირას, თუ რამე მჭირდებოდა ყველაფერს იმას ვახმარდი, ასე ვთქვათ და აი რო უკვე რა იყო ისი მე უკვე ძალიან მომრავლდა მოთხოვნა, ბევრი ადამიანი მოვიდა უკვე და საჭირო გახდა უფრო მეტი დროის მათთვის დათმობა და აი აქ ცოტათი გავიჭედე იმ ხრივ რომ აღარ ვიცოდი საით გადავწონილიყავი მატერიალური ესეთი სტაბილური შემოსავალი მქონდა და თუ ჩემს გულის თქმას და ჩემს რაღაცა მე არ შემიძლია გამომრჩეს ის ფრაზა რაც თქვი რომ ვიტირეო იმ დღესო. კი, ვიტირე. ალბათ ძალიან დიდი ტკივილიც განიცადა შიშიც. შიში.
უფრო შიში განვიცადე, თორე ანუ რეალურად ადამიანი ყველაფერს გადალახავს მართლა თურმე, მაგრამ მე ვარ საერთოდ ესეთი ახალი რაღაცის მიმართ შიში მაქვს, რაღაც ახალი რო ხდება ცხოვრებაში, იმის შიში გაქვს. ისევ კომფორტის ზონიდან გამოსვლის რო ეშინია, ხეცი ადამიანს. აი როგორც ვარჯიშზე რო არ მოდიხარ, არა, იყოს დავწები, დავიძინებ და მოდი არ წავალ. რაღაცა ესეთი პარალელს გავავლებდი, იმიტომ რომ გამოვედი სამსახურიდან და რომ გადავწყვიტე რომ მე მორჩა სრულიად უნდა შევცვალო ჩემი ცხოვრება, ვიდექი 9 საათი და ვტიროდი, რა მატირებდა არ ვიცი, უბრალოდ მატირებდა ფიქრობ შიში, ეხა რომ ახსენდება შიში, რომ რა ვქნა, ამან რო არ გაამართლოს მე რა ვქნა. აი ესეთი ამხელა შემოსავალი რანაირად, მაგრამ ყველაფერი წავიდა კარგად და ზუსტად აი ეს ეტაპები რაც უნდა გადამელახა, ეს შიში, ეს ნერვიულობა, ეს განცდები საჭირო იყო იმისთვის, რომ ალბათ მე დღეს ასე მოვსულიყავი და შემექმნა ჩემთვის საყვარელი სივრცე, სადაც პირველ რიგში მე თვითონ გრძნობ თავს კარგად და ძალიან ბევრი ადამიანიც კარგად გრძნობ თავს, ისიც მათგან გამომდინარე, თვითონ რომ მეუბნებიან ხოლმე. ანუ შეგონდა мотиваცია, რომ სხვებისთვის ცოდნა გაგეზიარებინა, თუმცა 13 წლის განმავლობაში შეჩერდა ეს ენერგიის გაცემა და მაინც შენთან მოვიდა. შემთხვევით ცხოვრებაში არაფერი არ ხდება და აი კომფორტის ზონის დატოვებამ, სადაც ძალიან დიდი ტკივილი, ფიქრები, შიშები გამოიწვია შენში, დღესდღეობით გამოიწვია დიდი წარმატება, სულიერი სივშვიდე და იმ ოცნების ახდენა, რასაც წლების განმავლობაში ფიქრობდი. აი მართალი ხარ, წარმატება არის ახლა ამ შემთხვევაში, როცა მშვიდად ხარ, ეს უდიდესი ცხოვრებაში მე ვფიქრობ, აი ეს უდიდესი რამე არის, რომ იყო მშვიდად. სიმშვიდე რო გაქვს შინაგანად, მე თითქოს ყველაფერი ლაგდება ურთიერთობები თითქოს ადამიანებთან გარშემო ლაგდება არა, პირადშიც კარგად ხარ, იმიტომ რომ მშვიდად ხარ ყველა კუთხით, ყველა ასპექტში და მადლიერი, ძალიან მადლიერი, გარემო რამაც შემიქმნა ყველაფერი ის, რომ აი მაგალითად ეხა რასაც ვაკეთებ საყვარელ საქმეს, რა ვიცი, მე მართლა დიდი ევოლუცია გამოვიარე, საიდან საწამოვედი. ამ გზას მარტო არ გავდივართ, ყავს ძალიან კარგი ადამიანებიც გვერდით და ასევე ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რომ გზიდან, აი სწორი გზიდან ცოტათი აგვაცილონ ხოლმე, მაგრამ ვინ იყო შენი შთაგონების წყარო? ვინ გაძლევდა ამ სიძლიერეს საკუთარი თავის გარდა? აი ეხლა დამასწარი, თორემ უნდა მეთქვა საკუთარი თავი თქო, იმიტომ რომ ეხლა ესე რომ გავიხსენო რომ აი შთაგონების წყარო ვინ. ალბათ საყვარელი ადამიანებიდან შეიძლება ყველა ცოტა მათი დედა, კი, დედა სხვა სიძლიერე ქალის სადაც ასოცირდება მშობელთან. კი, დედისგან ალბათ შთაგონების წყარო ზუსტად ისე რომ ძალიან ძლიერი ქალი იყო, ისევ და ისევ ალბათ 90-მდე მოყოლები რაც მახსოვს მე ჩვენი დედები, მარტო დედა არა ალბათ ყველასი, რა ძალიან დიდი ძალა ჰქონდა მას, რომ დავუშვათ ისიც აქამდე მოსულიყო, ჩვენ დავუშვათ გზაზე დავეყენებინეთ და მისგან ჰქონდა ეს, რომ ძალა ამეღო ამხელა რამაც რა ვიცი შედეგი მართლაც გამოიღო. ანუ მაგალითად საკუთარი თავის ხარ დღესდღეობით. კი. მიხარია ეს რომ ესმის და მიხარია ის რომ შენს ოცნებებს მიაღწიე და მაინც ვერაული გვერდს როგორც იოგას მასწავლებელს მინდა აი ჩვენ შფოთვაზე ვსაუბრობდით წინა სტუმართან და ვიცი რომ სოთქვეთი ვარჯიშებიც არსებობს იოგა გვეხმარება ზუსტად ვიყოთ აი ამ მომენტში ახლა და თუ შეგვიძლია პატარა ესეთი პრაქტიკა გავაკეთოთ რამოდენიმე წამიანი და შემდეგ დავემშვიდობებით მაყურებელს შენთან ერთად მინდა რომ მეც გავაკეთო კარგი რადგანაც ასე ჯდომარე პოზიციაში ვარ და სტუდიაში, ანუ ყველასთვის ალბათ აი შფოთვის დროს მართლაც ამართლებს ეს ძალიან მარტივი პრაქტიკა არის, რაც შეეხება ანუ ღრმა სუნთქვას. სრულიად კომფორტულად დაждდეს, თუნდაც კამზე, თუნდაც ძირს, ან მიეყუდოთ რამეს. ცოტა ხნით დახუჭოთ თვალები უკეთესი იქნება, იმიტომ რომ რეალურად შეგიძლია თვალიც გაახილო და რაღაცაზე კონცენტრირდე, მაგრამ აი დახუჭული თვალებით უფრო საკუთარ თავს აღიქვამ, აი იქ ხარ, შენთან ხარ, შენს გარშემო მაშინ დახუჭავ და შენ დახუჭე თვალები და შეისუნთქე ღრმად. ცოტა ხნით შეაჩერე სუნთქვა და ძალიან ნელა ამოისუნთქე. ოღონდ ნახეთ, უნდა დააკვირდე, აი აქ, რომ შენი კონცენტრაცია რო სხვა არაფერმა არ გადაიტანოს თვითონ ფიქრებმაც კი, გონებაში ითვალე შენი შესუნთქვა, შენი სუნთქვის შეჩერება და ამოსუნთქვა. ანუ მხოლოდ დროს წაიღებს გონებაში თვლა,
სუნთქვის და შენი სუნთქვის მოსმენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რომ თვითონ სუნთქვა შეიგრძნო, შენ სუნთქვას უსმინო, შეიძლება იქ გულისცემაც კი გაიგო. ანუ მთავარია არ გახვიდეს ხეულიდან ცოტა გარეთ. ეს არ ეგონოს ვინმეს ძალიან ისეთი ბუტაფორია, რეალურად მართლა მოქმედებს, მართლა ამშვიდებს. თუ გსურთ, რომ რაღაც ესე სიწყნარის ეტაპზე გადახვიდეთ. ყველაზე რთული არის აზრების ფოკუსირება. შეიძლება გონება გაგვიქცეს, მაგრამ არ უნდა დავყაროთ ფარქმალი. როგორ ცხოვრებაშიც და გავაკეთოთ ფოკუსირება. არა უშავს გაივლის სიზაზრი, გაივლის გამტარი უნდა გავხატოთ. აი ხშირად არის ხოლმე ზუსტად, რომ აი იოგას ასანებს, რთულ ასანებს, იმ მოძრაობებს, თუნდაც იმ სუნთქვის ტექნიკების სირთულეს ვადარებთ ხოლმე ცხოვრებაში, რეალურ მომენტებს, იმიტომ რომ მართლა გვეხმარება წარმოგიდგენთ რომ ხელ რაღაცას რომ შენ შეიძლება გადალახავ, იგივე არის ცხოვრებაშიც. რაღაც სირთულეები ყოველთვის არის, აუცილებლად გადალახავ, მთავარია კარგი ადამიანები გეხვიოს გარშემო. აი მე ძალიან გამიმართლა მართლა მეუღლეში, იმიტომ რომ ყოველთვის ჩემს გვერდით არის ხოლმე ერთ აზრზე ვართ და ერთად გადაგვაქვს ეს იგივე, აი ძალიან ხშირად ისევ გავიმეორებ, რომ პრაქტიკისა ზუსტად იგივე გვემართება ხოლმე, რომ შენ თავს გადააბიჯე, შენი ნებისყოფა დაძლიე, ყველაფერი გადალახე და იგივე პრინციპებით მოქმედებ ცხოვრებაშიც. და ამართლებს, თავარია რაღაცა მშვიდად, წყნარად მიუდგე, მე თვითონაც დამშვიდებული ვარ. აი ამ 5 წლის განმავლობაში ჩემს ძალიან დიდი შედეგი მოახდინა მან და ჯერ კიდევ ეს დასრულებული არ არის, რადგანაც ეს არის მუდმივი განვითარების გზა, მუდმივი სწავლის გზა. არ ჩერდებიან, გამუდმებით უნდა ისწავლონ, თავარი რაღაცა ესეთი გზა აირჩიე და იმის მიყვერა სწორად. და სწორი ადამიანები გვერდით. და აი სწორი ადამიანები გვერდით, კარგი ენერგეტიკის ადამიანები გვერდით და მე ერთმანეთშიც ვცვლით. და ყველა კარი იღება ცხოვრებაში. ნამდვილად, ყველა კარი იღება, რაღაც ფრთები გეშლება, მართლა ასე არის. აი მთავარია დავიჯეროთ საკუთარი თავის. ოღონდ ეს მართლა ესე არის. მაკა, ძალიან დიდი მადლობა. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა. იმედია ჩვენი პატარა ისტორია, რომელიც მართლა წარმატებამდე სავალ გზა, ბევრი ქალისთვის გახდება мотиваცია. არასოდეს არ უნდა დავნებდეთ ქალბატონებო, რამდენჯერ დავეცემით, უნდა ავდგეთ. სხვაგვარად ცხოვრებას ვერ გავაგრძელებთ. თავარია სულიერი სიმშვიდე, როგორც მაკამ ახსენა და ეს არის ყველაფერი, რისთვისაც ალბათ ცხოვრობთ და ვიღწვით ცხოვრებაში. მაკა დაგემშვიდობები, უღრმესი მადლობა, წარმატებებს გისურვებ. ასევე დიდი მადლობა. მოკლედ დავბრუნდი სტუდიაში ჩემს კოლეგებთან ერთად. სოფო, გისმენ. არაჩვეულებრივი იყო მე როგორც ხვდები წინ ძალიან საინტერესო ადამიანები გეყოლება სტუმრად და ბევრ კარგ ადამიანს უფრო ღრმად და კარგად გაგვაცნობ. შევეცდები მაქსიმალურად თავარია დროის ფორმატით ამოვწუროთ 15 წუთში არ არის მარტივი ახლა ისაუბრო აი იმ გამოცდილებაზე, მაგრამ ამის ლავირებასაც შევეცდებით მოვახდინოთ. მადლობა კიდევ ერთხელ, მადლობა შენ სტუმარს და მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომ საათნახევრის განმავლობაში იყვნენ ჩვენს გვერდით, თუმცა ნონას დასრულებული ხაჭაპური ჩემი წამება გზელდება, ხო? ნონა გიბრუნდება. ახლა გვაწამებს უკვე გამზადებული ხაჭაპური. ნონა, შემოგვიერთდი? პატარას გიპი. დაუბრუნდით მეგობრებო, როგორც დაგვერდით, ჩვენი რა თამუნას შესანიშნავი ხაჭაპური უკვე მზად არის. ხაჭაპური ისპანახით. ხაჭაპური ისპანახით. აი ასე იდეალურად გამოიყურება ჩემი აზრით და პროფესიონალმა შეაფასოს დაკარჩა. ხო, ეხლა აუცილებლად სანამ ცხელია, აუცილებლად ესე არ უნდა დაგვენანოს კარაქი, კარგად უნდა წავუსვათ ზემოდან ეს მის რაღაც იმას აძლევს მაინც ფერსაც, გემოსაც, ყველაფერს ერთად სანამ დავჭრით. არბილებს, ხო? კი, თან არბილებს. აი, როგორც გითხარი, ნონა, ტაფაზე გაცილებით უფრო თხელი გამოდის. ეხა ცოტა ვერ მოვზამეთ. ფაქტი ნანახიც, როგორი თხელია? ფოტო, კი, აი სულ რაღაცა. ყოველთვის თხელია ზოგადად, და მაგ. კი, აი დაახლოებით ეს 3 მილიმეტრი, რაც არ უნდა მათ ჟღერდეს, ხო? დაუჯერებლად 3-4 მილიმეტრია ჩემი ტაფის ხაჭაპური ძალიან თხელი. მაგრამ მაყურებელს ესეც მოეწონება დარწმუნებული. მაგრამ
პირველად გამოცხობილი ღუმელში, ესე ცეცხლის ღუმელში. ჩემი თანდასწრებით. გიასთან დასწრებით. ეხლა ამითიც პირველად უჭრი გია, ხო? დააჭირე. კი ბატონო, ნახოთ აბა. დააჭირე. ესე. აჰა, ესეც გამოგდის. ყველაფერი უნდა სცადო, იმიტომ რომ ყველაფერი გამოგდის. ოჩა. ესე. ბრავო თან. მაშინ ესე შუაში. უი, როგორ გაიმეტა? ხო, ნუ ეხა, ნუ. ესე და გავაკეთოთ. კი, განაჭრიანი ხაჭაპური გამოგვივიდა ეხა ჩვენ. იდეალურია. დაგემოვნების დრო დგება, როგორც ხდები? თავარი მომენტი და ყველაზე მეტად განცდა მეუფლება ეხა როგორ ნერვიულობა ალბათ ხო? როგორ მოგეწონებათ ნახოთ აბა. ბატონი გია დააგემოვნებს და გაუზიარებს მაყურებელს რამდენად კარგი არის და რამდენად ღირს ხო ამ ხაჭაპურის ხოვანას მომზადება? გია და ნონა და ყველა. მაგრამ კადრს მიღმა ალბათ შემდგომ. კადრში არ გაუზიარებ, როგორია მაყურებელი. არასდროს გამიკეთებია მეც ეგ. ჯერ. ხო. ჯერჯერობით. და პირველი იქნება ჩემშისაც. მეტი გავაგრძელოთ, თებს მოგვიტანენ, არ არის პრობლემა. ხაჭაპური ხელით უნდა მიიღოთ. აუცილებლად. ხაჭაპურიც და პიცაც, ხო, ბატონო გია? აჰა, ფასებს. პროფესიონალური თვალით. მე ხელით. მომეწოდეთ თებში თუ შეიძლება. დიდი მადლობა. ჩემი თებშიც აქ არის. აინებეთ თქვენს თუ გსურთ. კი. აბა, პირველი დაგემოვნების მცდელობა მაპატიოს მაყურებელმა ცოტა ხერხულია, მაგრამ გეტყვი როგორია. იმიტომ არა რომ თამარი დგას ჩემ გვერდით, მართლა მე ძალიან მომწონს. იდეალურია მეგობრებო. მადლობა. სომი. მადლობა. პროფესიონალი ვიტკივა ფასებ, მაგრამ გეუბნების რომ სომი არის ურბილესი, უგემრიელესი და აი დნება. გემოების თამაშიც რა თქმა უნდა და იდეალური აუცილებლად უნდა მოვამზადო მე. და მაყურებელმაც უნდა სცადოს. მადლობა. ოჩახ, მგონი სამზარეულოში ხშირად უნდა იტრიალო. მე ხშირად ვარ ხოლმე. ეს ყველა ჩვენ დავიწყოთ. მართლა ძალიან გემრიელი არ ველოდი ესეც. ძალიან მიხარია. მოკლედ, უღრმესი მადლობა თამარ. ძალიან მიხარია. სიმართლე გითხრა, თავიდან არ ვიყავი ესე გაწყობილი, არ მეგონა ამდენად გემრიელი თუ იქნებოდა, მაგრამ ჩემი დიდი პატივისცემა შენ და ამ კერძზე. აი, ჩათვალე, კითხვას მიხდი და გაჩუქება, ეს პიცება რა, ოჩახ. ეს ძალიან დიდი პატივია. ოჩახ რა. და ჩათვალე ჩემთანაც შემოეს შეიძლება შემოვიდონ ჩემთან სამზარეულოში. ისტორიული მომენტია მე. ძალიან მაგარია. ხუმრობ. აბხომა, მართლა მე კიდე მინდა გეუბნები. მე უნდა გავაგრძელო, არ შემიძლია. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიხარია. მადლობა შენ. მადლობა რომ მომეცით ამის საშუალებას. ნახვამდის, მადლობა. პატა შეიძლება მოგწევი სახე ქონდა დანახულიანებული. ჩვენი თავი აღარ გქონდათ. მოკლედ მე ასე ვარაუდობ, რომ ჩვენ არ მოგვეცემა მის შესაძლებლობა რომ დავაგემოვნოთ, მაგრამ აქედან ყველა თამართან წავიდეთ. მაშინ სწრაფად უნდა გავიქცეთ ხაჭაპური რო არ გაცივდეს, ასე რომ ჩვენ ახლა მაყურებელს დავემშვიდობათ სასწრაფოდ. ხო და გიას ობიექტამდე აქედან ერთი ნახევარსაათი დაგჭირდება, იმიტომ რომ თოვლია. ასე რომ კარგად ბრძანდებოდეთ, ორშაბათიდან ჩვენი კოლეგები შემოგიერთდებიან, ისევ და ისევ დიდი შესვენების კოლგის ქვეშ. შუადღით პირველ საათზე. აქაც ჩვენ ვართ, იქაც ჩვენ ვართ, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად, თქვენს გელოდებით, თქვენს კომენტარებს, თქვენს თუნდაც მოწოდებულ იდეებს, ხო, Facebook-ის და იგივე რა ვიცი მე, Instagram-ის საშუალებით. იმიტომ თითოეული ადამიანის აქტივობა ჩვენთვის мотиваციაა. კი, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვართ და შესაბამისად იდეების მიმოცვლად ხალხრივი არ არის აუცილებელი იყოს, ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ და ერთად გავხადოთ ეს გადაცემა და არხიც უკეთესი. რა თქმა უნდა და ბედნიერ უქმებს გესურვებთ აბა დროებით. აბა დროებით, გემშვიდობებით.